მშვიდობისა სკანდალური წერილი, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა და რომლის ავტორად მამუკა ხაზარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ასახელებს. ეს რეაქცია, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. გვიყურებს TV პირველის მაყურებელი და გვისმენს რადიო მაესტროს მსმენელი FM-ზე 94.7. ითხოვდა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვენი არხის საგანგებო რეჟიმზე გადასვლას საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რას ნიშნავს იმედის ტრენდზე გადასვლა. სკანდალური წერილი და სამპუნქტიანი ულტიმატუმი, ვის ჯერა და ვის არ სჯერა წერილის შინაარსის და ავტორის. ტელეკომპანია პირველი, არტარია და ბიზნესი რა მოთხოვნების შეასრულა მამუკა ხაზარაძემ ამ სკანდალური წერილიდან და რა დარჩა შეუსრულებელი. მოიყვანა თუ არა ხელისუფლებამ სისრულეში მუქარა მამუკა ხაზარაძისთვის პრობლემების შექმნით. უახლოეს 5 დღეში TV პირველი უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე. ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან. მხმ იგულისხმება მამუკა ხაზარაძე უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში, რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ. ეს უკვე მისი ინტერპრეტაციაცაა შესაძლებელი და მესამე არტარეას უნდა დაეთყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი. ნათქვამია სკანდალურ წერილში, წერილის თანახმად აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა ყველა სამართლებრივი და ობიექტური საშუალება შიდა და საერთაშორისო მომხმარებლისთვის. ეპისტოლარული მუქარა თუ ფარად ინაქ აღალდი ეს რეაქცია. გამოქვეყნებული წერილის შინაარსი TV პირველის მხრიდან აღქმულია როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი. ასე იწყება პასუხი, რომელიც TV პირველის დამფუძნებელს ეკუთვნის. არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი ძალიან მაღალ ჩინოსნისაგან, რომელშიც პირდაპირ მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენ რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ესეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. ეს არის ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. სხვა ყველაფერი არის ტყუილი. რაც შეეხება სხვა ყველაფერი არის ტყუილი. უახლოეს 5 დღეში TV პირველი უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე. ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან. მხმ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. არტარიას უნდა დაეთყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი. რას ნიშნავს მოთხოვნა TV პირველი დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, ვინ გვიწუნებს სარედაქციო პოლიტიკას და სატელევიზიო ტრენდს და რატომ? წერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოწერილი ბატონი გახარიასგან. მე წერილებს არ უწერა. მე სათქმელს პირდაპირ ვეგუნები და პირში ყველას. მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა. არ გაგიგზავნიათ? წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე. დიდი მადლობა. ამ ხმაურიანმა განცხადებამ კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა სამწუხაროდ თავად ბატონ ხაზარაძეს. იქნებ გახარიას ხელისანაბეჭდებიც კი აღმოჩნდეს, გაგზავნის წინ იქნებ გადაიკითხა კიდევ ერთხელ და ჩაეღიმა, ასე ვთქვათ, გულში აი რა მაგარი, ასე ვთქვათ, შანტაჟის წერილი დამიწერიაო. არ დავუსახელებია მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარია და იქნებ თქვენ დაინტერესებული ხართ თქვენი ტელევიზიის პოპულარიზაციით და ამის გამო ხსავთ ამ ლეგენდას. სკანდალური წერილი, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა, რა უნდა ხელისუფლებას. ერთადაც დამიჯენია ეგენი და ჩათვიშვილმა 100 მოუღო მათ ბაიქრობაში. რაც ჩემთვის გასაოცარია. ის და ხაზარაძე და ის და მის პარტნიორი ჯაფარიძე. მე შეცდომა დაუში პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთ-ერთ ესეთ შეხვედრაზე ვიყავ. შეცდომა დაუში. თქვენ იცით რა შეხვედრაზე ვსაუბრობ. ეს ხო წარმოუდგენელი შეხვედრა. რომელსაც ვნანობ, მაგრამ იმ განწყობით მივედი, რომ იქნებ რაღაცა გადაწყვეტილება. ივანიშვილი გახდა იძულებული, რომ თვითონ ეთქვა, მაჩვენებდა ასე იგი 4 თითს. ბიზნესის რენესანსის პერიოდს ველოდები მე პირადად.
4 თითიდან წერილამდე, ოცნებებიდან რეალობამდე, ღრუბლებიდან მიწაზე, რეაქციაში ქართული ბიზნესის საოცნებო რენესანსი. ერთი ნაბიჯი დაწავალთ უკან. იმიტომ რომ ეს პრაქტიკა, საბჭოთა კგბ-შნიკური პრაქტიკა, რომ ვიღაცას ლაფს დაასხამ, მერე მიდის გამოძიება და იდება თაროზე, ეს უნდა შეწყდეს. ხაზარაძის დაკავებას გეგმავს ამისთვის ჭირდება იმუნიტეტი. სულ ერთ კითხვაზე, ბატონო გიორგი, ერთ კითხვაზე რომ გასვათ. ხაზარაძის დაკავებას გეგმავს ბუდისტი. თქვენ წერილი გინდათ თუ სიხარო? თქვენ წერილი გინდა თუ სიხარული იხუმრა გუშინ გიორგი გახარიამ ამასობაში კი განხილვის თემად იქცა გირჩის განცხადება თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები რომლებიც პოლიტიკაში არ ვერევით გზავნილს ამოფარებულებით ცდილობთ ურთიერთობა არ გაიფუჭოთ არავისთან ხელისუფლებები იცვლებიან და თქვენ მუდმივად გჭირდებათ სახელმწიფოსგან ახალი იაფი ქონება ფული დახმარება ამ პრივილეგია ნათქვამია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბიზნესმენების მიმართ მათი პრეტენზია როგორც გირჩელები აცხადებენ მიმართული ქართული ბიზნესის ცნობადი სახეების მიმართა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გამოდიან ხოლმე ტელევიზორში და ქართული ბიზნესის სახელით ლაპარაკობენ. გირჩის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არიან რეალურად ხელისუფლების მონები და რეალურად ეს არის მათი ბუნებრივი ქცევა, ეს არის არასწორი, აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. ერთადერთი ქართველი ბიზნესმენი, ვინც ამ განცხადებას გამოეხმაურა, თემურ ჭყონია აღმოჩნდა მან ინტერვიუ BMG-ს მისცა. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვართ ისეთი ტიპები, რომლებიც ემოციებს აყვებიან და ერთ დაძახებაზე გავარდებიან ქუჩაში დროშებით. ბიზნესი არის საზოგადოება, რომელიც ქვეყნის დოვლათს ქმნის და ამ დოვლათით არსებობს ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს და ბიზნესს მშიშრებს ეძახის. ეს არაა სწორი. არავინ არ იცის მამუკა ხაზარაძის ისტორია და მისი დამსახურება საქართველოს ეკონომიკაში ისე, როგორც ჩვენ. ის ახალგამომცხვარი პოლიტიკოსები საერთოდ დაბადებულები არ იყვნენ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ჩვენ ისთაობა ქმნიდით საქართველოს ეკონომიკას. ამიტომ თავი ანებონ ჩვენს შეფასებებს. სანამ ჩვენს შეფასებას დაიწყებენ, თავის შეფასება დადონ. რა გაუკეთებიათ მათ გინდა პოლიტიკაში, გინდა ეკონომიკაში, გინდა განათლებაში. მეტად მწვავი აღმოჩნდა კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის მერაბ ადეიშვილის Facebook სტატუსი გუშინ. ბიზნესი დუმს საერთოდ როდის იღებთ ხმას გამაგებინეთ ბატონებო. თქვენ საქციელზე ჭაბო ამირეჯიბი მახსენდება ცხოვრება ხომ სულიერი და მატერიალური სარჩოს მოპოვების პროცესია, ხოლო ზნეობა მისი მომწესრიგებელი ძალა. ეს მომწესრიგებელი ძალა კი ისტორიულად ამ ქვეყანაში ასეთი იყო. ჯერ სამშობლო და მერე მე ეს არის ზნეობრივი პრინციპი და ეს ზნეობრივი პრინციპია დარღვეული რომელიც დღეს ასე ბატონობს ჯერ მე და მერე ქვეყანა. როგორ ერგება სამწუხაროდ ეს აზრი დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას და განსაკუთრებით შეძლებულ ადამიანებს გარიგებების საფუძველზე შექმნილი პირადი ოაზისები ვერ იქნება სამშობლოს განცდის მაკომპენსირებელი. ნუ თუ კიდევ რაიმე ნიშანი გჭირდებათ რომ დარწმუნდეთ რომ TBC-ის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა პოლიტიკური ბრძოლაა და ბიზნესის წინააღმდეგ, რაზეც მე პირადად ძალიან მწყდება გული, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, გარიგებები გიყვართ, მაგრამ ინდისთან მაინც დაამთავრეთ გარიგება ბატონებო საპარლამენტო ოპოზიცია კი TBC ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას და გიორგი გახარიას გადაყენებას ითხოვს. ოპოზიციაში ამბობენ რომ შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრმა გავლენა მოახდინოს საგამოძიებო პროცესზე, ამიტომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა. ოპოზიცია ამბობს რომ ასეთ მძიმე დანაშაულებზე აუცილებელია ობიექტური გამოძიების ჩატარება, თუმცა მათ არ აქვთ იმედი რომ საგამოძიებო უწყებებში ამის ნება არსებობს. ოპოზიციის საპასუხოდ ჩვენ ვისმენთ ხელისუფლების გუნდის განცხადებებს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TBC ბანკის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ხედავს. ის ამბობს რომ საკითხი სამართლებრივია და მისი პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. ნუ მივცემთ პოლიტიკურ დატვირთვას იმ საკითხს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. საგამოძიებო კომისიაც არის მცდელობა, გადაიტანონ გარკვეულმა ძალებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში დავტოვოთ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში და პატივისცეთ სისტემას, თქვა ირაკლი კობახიძემ. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე კი დღეს სასამართლოში იმყოფებოდა, ის ადვოკატის გარეშე მივიდა. პროკურორმა გითხრა, რომ გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ არც TBC-ის შემოწმების პროცესი ახსოვს და არც შემოწმების შედეგი და აი ამის პასუხად მე ახლა წაგიკითხავთ გიორგი ქადაგიძის Facebook პოსტს, რომელიც მან სასამართლოზე მისვლის შემდეგ დადო
გადაადო ამონარიდი დღევანდელი პროცესიდან. პროკურორი რა ფუნქციები ჰქონდა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს 2008 წელს მე სააგენტოს ფუნქციები გაწერილია კანონში და შესაბამის ნორმატიულ აქტებში. პროკურორი, თქვენი სიტყვებით გითხარით, მე სააგენტოს ფუნქცია იყო კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულება. ასეთი ამბავი იყო ძირითადად. უფრო სერიოზულად კი ცოტა მოგვიანებით შეგაწუხებ დაწერა გიორგი ქადაგიძემ და დღეს რეაქციის სტუმრები იქნებიან Forbes-ის გენერალური დირექტორი გიორგი ისაკაძე, ნატო ჩხეიძე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი, მერაბ ჯანიაშვილი, ეკონომისტი, გიორგი კაპანაძე, ჟურნალისტი, ლევან ალაფიშვილი, იურისტი, დავით ბეგიაშვილი, კომპანია ალბატროსის დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი, სოციოლოგი. ძალიან დიდ მადლობას გადაუხდით თითოეულ თქვენგანს, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. უნდა გავხსნათ ჩვენ დისკუსია, ვის გვჯერა წერილი შინაარსისა და ვის არა, უпростоრედ ვის გვჯერა იმისი, რომ ეს წერილი შესაძლებელია ეკუთვნოდეს გიორგი გახარიას და კიდევ ერთ წავიკითხავ, დღეს ბევრი, ვაიმე კინაღამ წავიქეცი, დღეს ბევრი Facebook სტატუსი გაგაცანით და მე მინდა გუშინდელი ერთი კიდევ სტატუსი გაგაცნოთ, ეს ეკუთვნის ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს ვახტანგ წერეთელს, გამოქვეყნებული წერილი შინაარსი TV პირველის მხრიდან აღქმულია როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მოგეხსენება ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი TV პირველის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. დავიწყოთ გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. პირველი კითხვით თქვენებათვით მინდა მიმართო გიორგი ისაკაძეს, ადამიანს, რომელიც მუდმივად აშუქებს, ჩაფლულია მთელ ამ პროცესის გაშუქებაში. გიორგი, საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. დავიჯეროთ თუ არ დავიჯეროთ, წერილი გინდა თუ სიხარული? არა, წერილი ტაქტიკა არის, სიხარული ალბათ ეგ იდეალური კითხვა არის ფინანსთა მინისტრისთვის, რომელსაც ვერ გაიგო რა არის ეს წერილი, როგორ არის წერილი. წერილი არის ჩვეულებრივი ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ტაქტიკა, რომელსაც სწორად იყენებს მამუკა ხაზარაძე, რამდენად ავტენტურია ეს წერილი ან არა, ეს დადგინდება მას შემდეგ, რაც მიმღებმა გააგზავნა საიმისოდ, რომ ბენეფიციარის ხელითვე იყოს დადგენილი გამომგზავნი, საუბარია ლონდონის შესაბამისი, ასე ვთქვათ, ბიურო, რომელიც ამას ყველაფერს გამოიკლევს და დაადგენს მხოლოდ და მხოლოდ თითის ანაბეჭდებს. ვისი თითის ანაბეჭდები ამოვა ინგა, რა ბაზის საფუძველზე ამოვა ეს თითის ანაბეჭდები, როგორ იქნება? მე მგონი ჩვენ ცოტა გრძელვადიანი პროცესის და სერიების სამწუხაროდ მოწმენი ვიქნებით. ანუ სკეპტიკურად უყურებ შენ გამოძიებას, მამუკა ხაზარაძეს გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ ეს ნამდვილად გახარიას წერილია, თუ ნამდვილად არის გახარიას წერილი. რა საკვირველი? არა, გეტყვი პირდაპირ, რომ მე არ მქონდა მოლოდინი, რომ მამუკა ხაზარაძე ამ შემთხვევაში შეძლებდა და ესეთ ცვლილებას გააკეთებდა. პირდაპირ ვამბობ, რომ დაწყებული მისი საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებიდან გულისხმობ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომას, ვიდრე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პროკურატურის მიერ კითხვების პასუხის გაცემა და ამ წერილის წარდგენა, ეს ფაქტია, რომ არის იმ ტაქტიკის ნაწილი, რომელიც ჯდება ხაზარაძის და მისი თანამოაზრეების საერთო სქემაში. ეს არის კიდევ ერთხელ აბსოლუტურად სწორად გათვლილი და ის თავის პარტიას თამაშობს ამ შემთხვევაში და ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ფორმაციები რომ ავიღოთ, ამ პერიოდში შესული ბიზნესები ესე ღრმად და ესე ემოციურად და ამ შემთხვევაში უკვე ესე დასაბუთებულადაც მე არ მახსენდება ვინმე რომ დაპირისპირებოდა და კიდევ ეს ხდება რიგითი წერილის ან რიგითი სხვა თემის ფაქტს და მაგალითისთვის მინდა თქვა რომ ეროვნული ბანკის და TBC ბანკის თემა დავის როგორც ასეთი არის ამოწურული თანხარი გადახდილი ჯარიმა ამ შემთხვევაში არის აღებული მაგრამ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე აგრძელებენ დავას და ეს მათი უფლება გადავიდა გიორგი უკვე საკითხი ეს არის უკვე ცალსახად სახელისუფლებო უკვე ინგა ნარატივი იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ისინი ვერ უპირისპირებენ წყობრ არგუმენტებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პოლიტიკაში ეს პროცესი გადაიყვანა საშობაოდ ხელისუფლებამ და ეს არის ცალსახა ეს უნდა მიიღონ როგორც მოცემულობა უნდა მიიღონ როგორც შეცდომა ერთი მარტივი მიზეზის გამო
პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათ შორის დაკითხვების როგორც TBC-ის მოხელეთა აქციონერების, TV პირველის დამფუძნებელი, რომელიც გასული წლის ბოლოს იყო დაბარებული, ქადაგიძე, რომელიც დღეს იყო, ჩვენ ამას პოსტფაქტუმ მარტის გარიჟრაზე კი არ უნდა ვიგებდეთ, როცა 9 მარტს იკვაცრავად 9 იანვარს თუ საშობაოდ უფრო ადრე ყველას ამცნეს TBC ბანკთან დაკავშირებული кейსი და ჩამოშალეს ფაქტიურად ბიზნესი. ასე რომ თუ ვინმემ გადაიყვანა ეს პროცესი პოლიტიკაში და თუ ვინმე არათანაბარი თამაშის წესები თამაშობდა, ეს ცალსახად იყო მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოები. და კიდევ ერთი, მთავარ კითხვაზე, რაზეც მე და შენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია და ზოგადად TV პირველის გუნდს, ჩვენი კითხვა მდგომარეობდა ერთში. ეს იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, რამ მისცა საფუძველი 2018 წელს აგვისტოს თვეში მიემართა 10 წლის წინანდელი ტრანზაქციისთვის ეროვნულ ბანკს. ეს არის ამდენად ის კითხვა, რომელსაც მუდმივად ვსვავთ. გიორგი, მე და შენ უკვე ასაკით ვამბობ, რომ პატარა ბავშვები აღარ ვართ და ბევრი რამ გვინახავს ჩვენს თვალწინ განვითარებული პოლიტიკური პროცესები უკვე 10 წლეულების განმავლობაში. მე მგონი დამეთანხმები, მე მახსოვს, რომ ყველა ხელისუფლების დროს მამუკა ხაზარაძეს უხდებოდა ხოლმე განცხადების გაკეთება, არ ვაპირებ მეგობრებო პოლიტიკაში წასვლას. მას ქონია შეთავაზებებით შევარდნაძის დროიდან დაწყებული და იგი მუდმივად ამას ხაზს უსვამდა, რომ არ ვაპირებ მე პოლიტიკაში წასვლას, მაგრამ დღეს აი სრულიად ობიექტური გადასახედიდან შენ და მე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამუკა არ აპირებდა, მაგრამ ის უკვე შევიდა პოლიტიკაში? მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შევიდა მას შემდეგ, რაც TBC ბანკი არის გამხდარი ინგა 40%-ზე მეტი დეპოზიტარების მფლობელი. მას შემდეგ, რაც TBC ბანკის აქტივები საქართველოს სახელმწიფოს აქტივების მესამედი სტოლია. და მთავარი, მას შემდეგ, რაც მამუკამ მოკიდა ხელი მეგაპროექტს, რომლის ანალოგი უბრალოდ საქართველოში არ ხორციელდება. არ ხორციელდება, იმიტომ რომ ჩვენ დავიცალეთ ამ მეგაპროექტებისგან, მილევად რეჟიმში კი არა და სრულდება, გადავიდა უკვე მეგაპროექტები, რომელიც 90-იანებში ამოიქოქა, გულისხმობ ბაქო ჯეიხანი, ერზერუმი და სხვა, ჩვენ გვჩვენებოდა მხოლოდ ანაკლია. ასე რომ ხაზარაძე იყო, არის და იქნება პოლიტიკაში, ოღონდ პასუხი შენს კითხვაზე. მას უწევდა ამ ყველაფრის ხაზგასმა ყოველთვის, იმიტომ რომ ის სოციალური კაპიტალი, რომელიც მამუკას ამ ბოლო დროს ასე ვთქვათ, აეკიდა როგორც თამდევი განსაზღვრება, ხო? ყოველთვის მას რაღაცა დონეზე პოლიტიზირებული ქართული საზოგადოებიდან გამომდინარე, რაღაცა ვექტორებით უმიზნებდა ამ პოლიტიკისკენ და ამას უწევდა ყოველთვის ამის თქმა. ეხაც ნათქვამი აქვს ზღვარი, რომ მე პოლიტიკაში არა ვარ და მე კიდე მგონია, რომ ის საქმე, რასაც ხაზარაძე აკეთებს, გაცილებით მეტია ვიდრე პოლიტიკა. გიორგი, კიდევ ერთი კითხვა და დაგემშვიდობები თუ შეიძლება. აი თვითონ მამუკამ პირველივე Facebook სტატუსს თუ კი გავიხსენებთ, რომელიც მან დაწერა სოციალურ ქსელში დაუკავშირა ანაკლიის სპორტს. ეს შეტევა, ეს საპარლამენტო ტრიბუნიდანაც თქვა, გინდათ გავიწიო, გავიწევი და ეხლა კარგად გახსოვთ ეს სიტყვები. აი გუშინდელი წერილი უკვე, რომელშიც ჩამონათვალია TV პირველი გადავიდეს იმედის ტრენდზე, ეს იმედის ტრენდი რას ნიშნავს საინტერესოა ხელისუფლების გაგებით, თორე მე შეიძლება ვიცოდე, რასაც ნიშნავს, იქიდან გამოგდებული გახლავართ, მოგეხსენებათ. იმედის ტრენდზე გადავიდეს გაგიმარჯოს, ასევე ერთი კიდევ. მე არ გაკადრე ხა გამოგდებული, თამამად თქვი ჩემს თავზე. გამოშვებულს გიწოდებ, მოკლედ შენ. ეს ტრენდი ჩვენ კარგად შეიძლება გვესმოდეს, მაგრამ აი ეხა უყურე რა მოცემულობა დაგვიდგა. მამუკამ თავდაპირველად თქვა, რომ ეს უკავშირდება ანაკლიის სპორტს და ბოლომდე ამას აწვევს და ეს მის განცხადებებშიც ასია და გუშინდელი წერილი TV პირველი სარედაქციო პოლიტიკა გახდეს ობიექტური თუ რაღაც ასეთი არტარეა და მამუკამ გააკეთოს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. ეხა მითხარით, როგორ გავიგოთ, ანაკლიას უკავშირდება თუ აი ამ მოთხოვნებს? ეს ლოგიკურია ეს. ინგა, თხოვნა, მაგაი ერთი წამით დარჩით ჩემთან ერთად და ინტერაქციაში გავაკეთოთ იანვრის დასაწყისი ახალი წელი საშობაოდ ეს ამბავი გაიხსნა შემდეგნაირად. გამოძიება, რომელიც დაიწყო პირდაპირ და ეს ყველაფერი სრულდება იმით, რომ გარდაულად მამუკა ხაზარაძეს უწევს ბანკიდან წასვლა, ასეა? კი ბატონო, ასეა.
კითხვა მაქვს, შეიძლებოდა თუ არა შიდა კონსულტაციების რეგულაციების შედეგად მამუკა ხაზარაძე გაწეულიყო ბანკიდან. და ეს ყველაფერი არ ყოფილიყო საჯარო ეგზეკუცია, რასაც მიმართა ხელისუფლება და ეხლა ვერ გავიგე მე ინგა გრიგოლიას, დიანა ტრაპაიძეს, სანაიას თუ ალაღზე უფრო მაღალს აბრალებენ ამ პოლიტიკაში შესვლას ამისას. მათ შეიყვანეს პოლიტიკურ პროცესში და ჭრილში ეს ყველაფერი და ეხლა მეტი ხაზარაძე არის ჩაბმული პროექტში რომელშიც მან გაიმარჯვა ტენდერში და ეს ტენდერი გამოაცხადა სახელმწიფოს. მე ეჭვი მაქვს რომ ყველას ბოლომდე არ ესმის რომ 50 წლის მერე ეს პროექტი 100%-ით უბრუნდება სახელმწიფოს სრულად საკუთრებაში. ეს სახელმწიფოს აქტივია, რომელსაც ამ შემთხვევაში მართავს ეს ბიზნეს ჯგუფი. ეხლა ვსაუბრობ მეორე კითხვას, გაგრძელებაზე იმ სერიისა, რაც დამართეს ბადრის მამუკას და მთელ გუნდს ბანკიდან გამომდინარე. დამისახელეთ ინვესტორი, რომელიც სახაჭაპურეში ჩადებს ფულს, მაშინ როცა მას საჯაროდ ყველა მედიით ინკრიმინირებული აქვს ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი დანაშაული, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ეს არის ფულის გათეთრება და თუ მან მოინდომა რომ ამასთან დაკავშირებით ვაპირებ ჩემს რეპუტაციისთვის ბრძოლასო, ეს თურმე პოლიტიკაა და ინკრიმინირება ფულის გათეთრებაში და მე ამის გამო თანხის ვერ აწევა ანაკლიის 2 მილიარდ ნახევრიან პროექტში, ეს თურმე ბიჭებმა ვერ გაქაჩეს. ეგრე არ გამოვა. ეს ტენდენცია იკვეთება, სხვათა შორის მე მოგვიანებით მეყოლება ბატონი ლევან ახვლედიანი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი და მისთვის ვამზადებ ერთ სინქრონს, ეს ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ სამშაბათს ამ სტუდიაში გემახსოვრება ძალიან საინტერესო ინტერვიუ. ძალიან საინტერესო ინტერვიუ. სპორტთან დაკავშირებით საინტერესო ხაზგასმები გააკეთა. ანუ აშენდა, როდესაც ისმებოდა ამ სტუდიაში კითხვა. მინდა გითხრა რომ პირველი ნაწილის შემდეგ, რაც ექსკლუზივი ქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან, მე ცხადია მაინტერესებდა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი თუ ინტერვიუს მეორე ნაწილი აი მთლიანად იმ სფეროს მიეძღვნებოდა, ლამის რომელშიც თავიდან ფეხებამდე ვარ ჩართული. დამჭა კიდე შტაბ-ეტილება, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი აი ამ გზავნილებისთვის მოვიდა. ჩვეული სიხისტით ღარიბაშვილმა დააფიქსირა პირდაპირ, რომ ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური საქმე, кейსი. ანაკლიასთან დაკავშირებით, აი ზუსტად ისე ეს კიდევ ერთი ხმა იყო ამ შემთხვევაში უკვე მართალი პარტიიდან. რა დაინახე ანაკლიაზე, რა გაიგე აი ამ თავარი გზავნილი. ანუ მამუკას გარეშე გაგრძელდება თუ მამუკასთან ერთად, და ესაა ჩემი კითხვა. როგორ მე საერთოდ დავინახე კვირიკაშვილისკენ წაღებული ისრები 3 წელი როგორ მოიგო მეორე კითხვა დაემატა ფინანსური მონიტორინგის თემას ჩვენ რაც გვაქვს მაგათთან დაკავშირებით და ამ კითხვას აუცილებლად უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ იგივე ფაქტით, როგორც წერილი გააგზავნა აგვისტოში. რატომ იყო პრივილეგირებული მამუკა ხაზარაძე წლების განმავლობაში? კი ბატონო. აი ეს კითხვა უნდა გაეცეს პასუხი და შემდეგ უკვე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება ანაკლიას, ანაკლია აუცილებლად აშენდება, უბრალოდ ხაზარაძის ესე გაწევა ერთი ხელის მოსმით, რაც არ უნდა კაბალური იყოს, ხელშეკრულება იქნება ამ პროექტიდან იქნება ძალიან რთული. თუმცა ამისი ყველანაირი წინაპირობა ჩანს, რომ ბანკის შემდეგ, სადაც იგი სამეთვალყურეო საბჭოდან გავიდა და არა აქციონერობიდან, ცდელობა ფაქტია, პირდაპირ არა, მაგრამ ირიბი არის, რომ იმ გაიწიოს ანაკლიადანაც. მადლობა. მადლობა გიხარით პირდაპირ და მე მივხედავ თავსო. მადლობა თქვენ. მადლობა წარმატებას გისურვებ, ყოველთვის საინტერესოა ხოლმე შენი მოსმენა. გიორგი ისაკაძეს ვემშვიდობები, გადმოვალ ხა სტუდიაში დაგისვათ შეკითხვებს, შემდეგ შემოგვიერთება ნატო ჩხეიძე და ალბათ ბუნებრივია მიხვდებით, რატომაც არის ერთ-ერთი ჩვენი სტუმარი ნატო ჩხეიძე და დათო ბეგიაშვილი, ალბატროსი კომპანიის ხელმძღვანელი ჯგუფის, რომლის кейს სასამართლოების თემაზე მე მომიხდა ამ გადაცემაში საუბარი. პირველი კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ. დავიჯეროთ თუ არ დავიჯეროთ, ვის გჯერა და ვის არა და არგუმენტებით, ოღონდ ესე არა მარტო მჯერა, არ მჯერა, რომ გიორგი გახარიას ეკუთვნის წერილი, რომლითაც ის ემუქრებოდა მამუკა ხაზარაძეს. ამ წერილიდან მეგობრებო, ერთი ხაზარაძემ შეასრულა, არა, ერთი ფაქტია, რომ ის გამოვიდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ და ნაწილობრივ იქ რაც ეწერა მოთხოვნა, მან გააკეთა ხო თავისი განცხადება, როგორ არ უნდა დაბრუნდნენ რევანშისტები თუ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. ლევან, ვიწყებ თქვენგან. გიორგი გახარიას თემა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორ ხედავთ თქვენ ამას? მოგესალმებით. მოგესალმებით.
პირველ რიგში მინდა ძალიან გთხოვოთ თქვენს ჩვენ საზოგადოებასაც რომ ამ წერილზე რომელიც თანმდევია შემფუთავია და გარკვეული სამაშველო რგოლია ამ რთულ სიტუაციაში რომელიც გავლენას ახდენს ანაკლიაზე ზედმეტ ყურადღებას ნუ გადავიდეთ ვისთვის არის სამაშველო რგოლი პირველ რიგში მთავრობის მაგრამ ყველა ჩვენთვის იმიტომ რომ ამ ანაკლია ჩვენ შეგვეხება პროექტი ანაკლია რატო არა ყურადღებას გადავიტა რას ნიშნავს თუ კი ვიცე-პრემიერია სამთავრობო მცდელობა ესაა შინაგან საქმეთა მინისტრი ბუნებრივია ბოლო ტრენდს თუ გადავხედავთ ძირითადი აქცენტი წერილზე და აქედან გამომდინარე ასე ვთქვათ კომენტარები წერდება სახელისუფლებო მესმის ისინი რთულ მდგომარეობაში არიან ეგრეთ წოდებული ღირსეული გამოსავალი უნდათ გაითვალისწინეთ დღეს იბიარდის წარმომადგენელი იყო და შეხვედრა იყო და წარმომიდგენია რაზეც იყო საუბარი იმიტომ რომ მანამდე ორი კვირით ადრე სხვა წარმომადგენლები იყვნენ ისევ პრემიერთან და მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია იმაზე პარლამენტში გავგეთ რაც შეეხება ამ წერილს და მის სინამდვილეს სიმართლე გითხრათ ფაქტები ბრძანეთ თქვენ ორი რამ გავიხსენე ფაქტობრივი რომლითაც მივედი დასკვნამდე რა პირველი თქვენ ახსენეთ ერთი წერილის ერთი ნაწილი შესრულდა და პრაქტიკულად კოპირებულია უმთავრესი არის ყველას გვახსოვს ეხლა მამუკას სხვა რამე უნდა მოვიშველიო მეორე რაც გამახსენდა და ეს ყველა ხელისუფლების დროს იყო რატომღაც ჩვენ ასე ვთქვათ ვაკვირდებოდით და ვაკვირდებით და ეს დადასტურებულია დოკუმენტურად რომ რატომღაც ბიზნესი და ძალიან ბევრი შეძლებული ადამიანი სამთავრობო ასე ვთქვათ გუნდისთვის აკეთებს არჩევანს იქნება ეს ფინანსური დახმარება თუ ასე ვთქვათ სხვა მხრივ გვერდში დგომა ხო ყველა ხელისუფლების დროს ჩემთვის გამოცანა რჩებოდა კი მაგრამ რა არის ისეთი რომელიც ამ ენთუზიაზმს ესე ასე ვთქვათ წარმოაჩენს ან ცulis ხოლმე ეჭვები შეიძლება ქონოდა რომ ეს რაღაც კომუნიკაციით ხდებოდა როგორ არ ვიცი ოღონდ იბარებდნენ ურეკავდნენ რაღაცა მაგრამ ეხლა უკვე ჩემთვის ცხადი გახდა რომ კომუნიკაცია და თხოვნა მოთხოვნა დაკვალიანება სამთავრობო გუნდიდან მიდის ხოლმე. შესაბამისად ესე კვალიანდებოდნენ და კვალიანდება როგორც ჩანს ბიზნესი. გახარიასი რომ არ იყოს და რომელიმე სხვა მინისტრის იყოს. ან რა ვიცი, გახარიას ვამბობთ გულისხმობთ ხელისუფლებას. არაფერი არ იცვლება. ფაქტია რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა, საარჩევნო სისტემა არ არის ჯეროვანი, არც გამჭვირვალეა, არც დემოკრატიულია, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას ჩვენი ნება ადეკვატურად აისახოს პოლიტიკურ პროცესზე და პარლამენტში. უმთავრესი აქ რა არის და მე დავამთავრებ, მეც აღარ გავაგრძელებ. უმთავრესი საქმე რომელიც გავლენას ახდენს ანაკლიაზე, ჩემის აზრით, რატომაც ცდილობს ხელისუფლება ბოლო 2 დღე უკვე გამოცნობადია ჩემთვის გამოსულას ღირსეულად აქეთ. არის რა? თავარი საქმე, ფულის გათეთრება. გიორგი მისაუბრა აქ ბევრი. ხო? ნებისმიერ შეგიძლიათ კითხოთ ძალიან მარტივად ვიტყვი ფული რომელიც ბანკიდანაა გამოსული ის არ შეიძლება იყოს შავი ეს ერთი მეორე 2 დღის წინ თვითონ პროკურატურის წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვენს კოლეგასთან კი ღიად თქვა ეხლა ანუ აი მარტის თვეში აგვისტოს შემდგომ მიდის შესწავლა. ეხლა ჩვენო არაფერი არ გვაქვს დადგენილიო. ფულის გათეთრება არის თუ არა, არ ვიცითო, ეხლა ვიძიებთო. ანუ ის რომ ეს ეხლა დაიწყო გამოძიება, ამდენი წლის წინანდელი ამბის გამოძიება სად არის თვითონ არ იცის და ბოლოს და პოლიტიკური როა ეს უბრალოდ მოკლედ განცხადებაა. ფინანსთა მინისტრი ხოდა მე ისევ მოგცემ. ამ ფონზე, როდესაც პროკურატურამ არაფერი არ ვიცი. კი ბატონო. როდესაც მთავარმა პროკურორმა, დღევანდელმა მთავარმა პროკურორმა ძალიან კარგად ის 2011-ში ზუსტად იგივე სქემი და ზუსტად იგივე ბრალდებით ფულის გათეთრებას რო ედავებოდა ქართულ ბანკს. თვითონ რას ამტკიცებდა, ადვოკატი იყო. და დღეს ფინანსთა მინისტრი რამდენიმე საათის წინ ამბობს. პროკურატურა ამბობს, რომ არ ვიციო, არა მაქვს დადგენილი არაფერი და ფინანსთა მინისტრი ამბობს, მძიმე ტრანზაქცია იყო და ეჭვები და კითხვები ამ მიორთვებით არისო. ანუ ხვდებით, ანუ სამთავრობო გუნდში რაღაც ვეღარ არის უკვე კარგი. სწორედ ამიტომ
ეგრეთ წოდებული წერილის თემა გაშლილია იმისთვის, რომ ძირითადი საქმიდან ყურადღება გადავიდეს ბჭყალებში, რაც ზიანი მივიღეთ. ის მათაც მიიღეს და ჩვენც მიიღეს ანაკლიიდან გამომდინარე, თუმცა ის აშენდება დარწმუნებულად და გამოვიდეს ღირსეულად ამ მადლობა, თუმცა მე აი თქვენ გეთანხმებით, მოყვებით იმაში, რომ ანაკლია არის ყველაზე მთავარი თემა აქ, მაგრამ ჩემთვის ეს წერილი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემა. გადმოვალ მე რა თქვენთან თუ შეიძლება, მაინტერესებს წერილი კითხვა ჩავაკითხები კი ბატონო თუ შეიძლება. ანუ ლეონს შენ რა იდეას ამვითარებ, რომ ხელისუფლებამ შემოაგდო ეს წერილი? არა, ხელისუფლებამ არ შემოაგდო. ზაქარია ხუცნაშვილი საერთოდ ეჭვიაქვს, რომ TV პირველმა შემოაგდო და პირობას გაძლევთ ბატონო ზაქრო რომ არა. წერილი თუ კი ის ნამდვილია თქო, ექსპერტიზამენტის ხო? არის დადასტურება იმასო, რომ მთავრობას აქვს კომუნიკაცია საარჩევნო პერიოდში დახმარების, ლოიალობის თუ ფინანსური შემოწირულობის მისაღებად და ბიზნესი თავისი ნებით არ აკეთებს ამ არჩევნებს. ის კაცო ეგ წლებია ეგრეა კაცო. ეს იყო. ასე რომ WhatsApp-ი იყო თუ SMS-ი მიწერა, ამ შემთხვევაში ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ანუ უბრალოდ რო ვიძახით, რომ ამ წერილით ყურადღება გადააქვთ ანაკლის სპორტისგან. გამოძიებით მე რა წერილთ არა. წერილის გამოძიებით. ჩემი აზრით ახლა ანუ აქ ცოტა უნდა ჯერუნდა ჩამოუყალიბდეთ ხო ვაფშე რა მიმართულებით დაიწყო მამუკა ხაზარაძეზე ზეწოლი ჩვენ ეგეც არ ვიცით ხო ორი კვირის წინ თუ გახსოვთ მე თუ არ გახსოვთ მე გაგახსენებთ ერთი ამბავი იყო ატეხილი რომ არიქა რუსეთი შემოვიდა და არიქა რუსეთიდან შემოვიდა ზარი თურმე იქ TBC ბანკი უნდა გახდეს სპერბანკის ფილიალი იქ ანაკლის სპორტი ერთი ექსპერტები რას ამბობენ და ოპოზიცია მეორეა თვითონ მამუკა და TBC ჯგუფის წერტილები რომ დავსვათ ამით მოვიზახი ესე იგი ეს ორი კვირიანი ჭორაობა აბსოლუტურად ტყუილი იყო და არაფერი რუსეთი არ ყოფილა ჯერჯერ. ხო ნუ ახლა ვერ გავიგე ან TV პირველის გამოაწვევიან ამ კაცს ან ანაკლის სპორტის გამო ხო? ანუ ვერ ორივე მიმართულებით იქიდან რუსეთიდანაც დარეკეს რომ ანაკლის სპორტი გააჩერეთო, აქედან მერე თან მიყვა არტარია გაახადეთ ობიექტურიო და ხო ნუ არტარია რა ობიექტურიო და გაახადოს კარგით რა. ანუ რა არის ისი თან ამ წერილის ავთენტურობა როგორ უნდა დამტკიცდეს? კარგით რა ნაბეჭდებით, კაი ხუმრობთ ახლა. გახარიას დაწერილის რომც იყოს. ანუ პირადად აიღო ხელში გახარიამ ეს წერილი და გადაიკეთა გადამოწმა და გაუგზავნა. რომელი ვართ ახლა მაგის ჩიტი? დავიჯეროთ რომ შეიძლება პირადად გახარიამ არ დაწერა და ხელი არ მოაწერა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს შევაჯამებ ფაქტობრივ გარემოებას შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე რომ შექმნილია თუ არა ეს ხელისუფლების მიერ აი ესეთი გამოყენება. ხო, აი ეს სხვა საკითხი. ანუ თუ ეს უნდა წავიდეთ. მოდით მე რაც მოვისმინოთ. ის დამტკიცდება რომ ასეთი წერილი ან გარკვეული სახის ზეწოლა იყო ბიზნესი. ჩემი აზრით ამას შეეწირებიან მინისტრები და შეიძლება ხელისუფლებაც გადაყვეს. ანუ თუ ის დამტკიცდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი თიზე ჩამოსათვლელი მონოპოლარი რაც ჩვენ გვაქვს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ამ დროს ისაა რომ თქვა ბიზნესებს აღარ ატერორებინებენ და ქონებებს არ ართმევენ. აი ეს მაგალითი რა არის? ანუ ეს კიდე საკითხავია, გამიგეთ, ეს კიდე საკითხავია, რამდენად არის. იმიტომ რომ მამუკა ხაზარაძეთვის ჯერჯერობით არავის არაფერი არ წაურთმევია. არა, მცდელობები თუ არის, მოდით ერთი ფოტით შეგაწყვეტინებთ მაშინ. თუ შეიძლება ზაზა ოქუაშვილის ის ცნობილი ჩართვა ვახოსანაიასთან ვაჩვენოთ მერაბს და მერე განვაგრძოთ საუბარი, როდესაც კი, მაგრამ მაყურებელსაც რომ შევახსენოთ კიდევ ერთხელ. შუამავლები ახლა შეიცვალეს სტილი. ბატონებო და ქალბატონებო, სტილი შეცვლილია. ზიან და წერენ, მაგრამ წერენ, ხმას არ იღებენ, დამუჯდნენ. მაგრამ თუ ორი ადამიანი 3-4 ზის ერთად და წერს წერილობით, ისინი არ არიან არც ხრუები და არც ბრმები. არა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ლაპარაკობენ. ანუ თქვენთან დაწერილი ტექსტით მოვიდნენ ბატონო ზაზა. დაწერილი ტექსტით დადიან, დაწერილი ლეპტოპებით და დაწერილი წერილებს წერენ. რანაირად ემთხვევა მე ცოტა მოგვიანებით ნატო ჩხეიძეს მივცემ სიტყვას ეხავე დათო მოგცემ სიტყვას მაგრამ ნატო ჩხეიძეს ცოტა რამდენიმე წუთში ჩავთავ მაგრამ რანაირად დაემთხვა რომ ზაზა ოქუაშვილიც ასევე საუბრობს იმაზე რომ მასთან მივიდა შუამავლების მეშვეობით გადასცეს წერილი ამ შემთხვევაში რა ხდება ანუ რა არის ისი ზაზა ოქუაშვილის შემთხვევაში მოდით რა სიტუაცია გქონდა არა ოქუაშვილის შემთხვევაში რა გქონდა კი არა ერთი და იგივე ამბავია
ერთი თვიაპკაცმა იძახა ჩემზე ზეწოლა, აუ ბოლოს აღმოჩნდა რომ 59 მილიონის დავალიანება ქონია ბიუჯეტის მიმართ. მას პატიობდნენ. ეხლა თქვენ სხვაგან გადაგა მე ურთიერთობის ფორმებზე ვლაპარაკობ. არ ვიცი ახლა ლეპტოპი წერილი შუამავლის ლეპტოპებით მიდიან და აჩვენებენ ბიზნესმენებს რაღაც დაწერილს. თუ ეს ფაქტი დამტკიცდა რომ რომელიღაცა სახელმწიფო ჩინოვნიკი რომელიმე ბიზნესმენს აძალებს რაღაცას და ზეწოლა სახელმწიფოს აუცილებლად მოიხსნები. ზაზა ოქუაშვილმა რომ ის დაასახელა დაიგიხნენ ის ზაზა ოქუაშვილმა გააკეთა. ზაზა ოქუაშვილი იცი რას გააკეთა და გეტყვი. ზაზა ოქუაშვილი იყო როგორ უნდა დამტკიცდეს თუ არ გამოიძიებდა. 59 მილიონს ვინ შემარჩენს მე? პრივილეგირებული ამბობს მის შემთხვევაში ორგანო არ ახდევინებდა გადასახადებს. ზაზა ოქუაშვილის თემა. ზაზა ოქუაშვილის თემა. შემოვიტანე მე დღევანდელ გადაცემაში იმიტომ რომ ურთიერთობის ფორმებზე როცა ვლაპარაკობ. კაი, დათო ბძანეთ და მე მოგცემ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ დამტკიცდა ის ფაქტი, რომ არის ზეწოლა ბიზნესმენებზე, ამას აუცილებლად შეეწირებიან დავით საქართველოს სარდაფში ჩაყვანილ ადამიანებზე მოვისმინეთ. უნდა გამოიძიონ, ხო, აბა რა თქმა უნდა. საქმეც ეგ არის, რომ არის აი საქმეც ამაში. ეხლა გავალოთ პარალელი რა, ამეთოდოსა და ოქუაშვილი, ხო, ომენდაგიფის პარალელს და დღევანდელ სიტუაციას შორის. მე რა თქმა უნდა წერილების ფაქტობრივ მდგომარეობას ვერ შევეხები, იმიტომ რომ ალბათ ავტორიტეტული ბიზნესმენი ერთ-ერთი ქვეყნის თვითონ დაამტკიცებს, ნამდვილი იყო, ნამდვილი არ იყო, მაგრამ შევაფასოთ ფაქტობრივად, ასე ვთქვათ. კი ბატონო. აი რაც შეეხება გასულ სიუჟეტს, იმ სიუჟეტის კი, ამას წინა სიუჟეტი უძღოდა, სადაც რესპონდენტები ლაპარაკობენ, არჩევენ საქმეს, თუ ვინ მონაწილეობდა მაშინ, თუ გახსოვთ და ერთ-ერთ გვარსაც ასახელებს, რომ გვახარიას მონაწილე, ხო, უკვე პარალელია. თუ ცოტა წინაპირობას გავავლებთ კიდე და გავიხსენებთ უფრო ძველ ფაქტებს, ეს ბიზნეს ომბუდსმენის პერიოდია, ბატონი გახარიასი, როცა აღნიშნავენ იქ, რომ ბიზნეს ომბუდსმენში გახარიაცო ამ ასე ვთქვათ თათბიში, რა სტატუსი ქონდა ამ იმას თათბის დღესაც არ ვიცი, მონაწილეობდა ეს სიტყვით. ცოტა წინაპირობასაც თუ გადავხედავთ, მანამდე იყო კიდევ გავცელდა ჩანაწერი, ეს უკვე ავთენტური ჩანაწერი იყო, საზოგადოება მიიხილა. სადაც გვახარია პირდაპირ ტექსტით, იქ უკვე წერილი აღარ ფიგურირებს, ხობს ბიზნესმენს, ზესტაფონის მარგანეცის მოპოვებაზე იყო საუბარი, ადამიანს მოგებული ქონდა ბიზნესმენს ტენდერი და პირდაპირ ტექსტით ეუბნებოდა, რომ უნდა ჩაიწიოთ და რაღაცა სხვა კომპანიას დაუთმო ნახევარი, თქვათ, იმ მოპოვებული, ასე ვთქვათ, მარაგიდან. აი ეს წინაპირობები რაც იყო. ანუ რას ამბობ დათო ეხლა? მე პარალელს ვუბრალოდ უბრალოდ ეს ფაქტები მაშინაც არსებობდა ამ ომეგას ეპიზოდშიც ფიგურირებდა ეს ადამიანი და პირდაპირ ტექსტით ფიგურირებდა ზესტაფონელი ასე ვთქვათ ბიზნესმენის ხაზარაძის შემთხვევაზე რომ გადმოვიდეთ. გადმოვიდეთ ხაზარაძის შემთხვევაზეც კიდე გეუბნებით. მე კიდე ვერ ვეტყვი რა თქმა უნდა ამის ავთენტურობას, მე ექსპერტი არ გახლავთ, კიდევ განმეორდები რომ თვითონ ალბათ ხელისუფლებას ბიზნესმენებთან აქვს ასეთი ურთიერთობები? არაფორმალური ურთიერთობები აქვს და ვადასტურებ ნამდვილად. თქვენთან ქონიათ? ჩემთანაც ქონიათ კი. მოგვიყევით. ჯერ ხაზარაძის შემთხვევა შევეხოთ და მივყვეთ თანმიმდევრობას ასე ვთქვათ რა. რაც შეეხება ხაზარაძის შემთხვევას, ჯერ რიტორიკას შევაფასოთ, ხო? რა რიტორიკით საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენელი. ბიზნესმენები მივიდნენ პარლამენტში იმის გამო, რომ ეთქვათ სიმართლე, რაღაცა მხარდაჭერა ენახათ, ელემენტარული მხარდაჭერა გამოიხატებოდა იმაში, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. გარკვეული იყო ამ ამბავში და ნახეთ ის რაც ნახეთ ხო არავის არ აინტერესებს და ეს ის საკითხები არ არის რომლებსაც პარლამენტი არის დაკავებული შეიძლება რა თქმა აქ თქვა რომ ხო ზოგადად ხო ესეა რა გამოადგინოს უფრო დეტალური დოკუმენტაცია და შემდეგ ამაზე იქნება შეიძლება დღევანდელი შედეგი ესე ვაკრო უარი ხო დღევანდელ შედეგზე რა იცით რომ ფარატინე ხალხი ჯერჯერობით ასე ჩანს და ხო აი საქმეც ამაშია ხელფასის ცნობა ასეთ ფარატინა ფურცელზე რომ დაუბეჭდე და ბანკში მივიდეს ეს ხის სასაღებად მომცემენო ხო აი ეს ლირიკული მიდგომაა რა ეს არ არის ნაკლები ავჩვენებულობაა ზედაპირულად არა ხო ეს კარგად იციან ეს ხო თქვენ შტაბეჭდილებას ადვოკატმა სასამართლოში ეს ფურცელი არ გამოიძიეთ თქვენ შტაბეჭდილებას ხო ანუ ფაქტია უნდა გამოიძიო არ შეიქმნა საგამოძიებო კონფერენცია ეხლა ყველა ჩვენ შტაბეჭდილებას ყვებით მაგრამ აქ არის გამოსაძიებელი ხო ადამიანები მივიდნენ პარლამენტში იმის გამო რომ ცოტა მოგვიანებით უნდა მომიყვეთ რას გულისხმობდით ხელისუფლებასთან არაფორმალურ
ნორმალურ ურთიერთობებზე მე რამდენიმე წუთში რეკლამა უნდა გამოვაცხადო. რეკლამის შემდეგ ნატო ჩხეიძეს ჩავთავთ, იმიტომ რომ აი ჩვენ მოვისმინეთ წეღან ზაზა ოქუაშვილის მაგალითად ინტერვიუ და ნაწყვეტი და თვითონ ნატო ჩხეიძე მისი მეუღლე დეპუტატი ამბობს, რომ ურთიერთობა შუამავლების მეშვეობით აეწყო წერილობით ფორმაზე, ანუ ლეპტოპში იყო გარკვეული ტექსტები, შუამავლებსაც ასე უჩუმრად უნდა დაეწერა და ეს დაწერილი მერე ხან ტელეფონით, ხან ისევ ლეპტოპით გადაიგზავნებოდა. ანუ აქაც არის აი ამ ტიპის გზავნილებზე და მე რეკლამის შემდეგ ნატო ჩხეიძე როცა დაბრუნდება ეთერში პირდაპირ უნდა ვკითხო მას, იყო თუ არა ამ შემთხვევაში გახარია მაგალითად ის ვინც მის მეუღლეს გაუგზავნა ასეთ შეტყობინება. გიორგი, მანამდე თქვენ და ნიკას მივცემ სიტყვას და რეკლამაზე. და იმ ფარცხალაძესთან ერთად ლაპარაკს იქ აფიქსირებენ ამ დიალოგში ჩანს. კარგი, რა ხდება მთელი აი ამ დროის განმავლობაში. ხაზარაძეს და TBC ბანკის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა 2019 წელს. ეს დაიწყო 2018 წლის ზაფხულში. როდესაც ამის შესახებ ჩვენ განვაცხადეთ, მაგრამ მაშინ პროკურატურამ არ დაადასტურა. სხვა შორის არც TBC ბანკმა. შემდეგ, როდესაც მომწიფდა სიტუაცია და პროკურატურას უთხრეს, რომ გაესაჯაროებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიწყეს გამოძიება ფულის გათეთრების მუხლით, აღმოჩნდა, რომ 8 თვის წინ იყო გამოძიება დაწყებული. ანუ მაშინ, როცა ჩვენ ამას ვამბობდით. და განმარტება რა იყო ერთმა სააგენტომ დადო საკმაოდ უცნაური წერილი როგორ დაჯირითობს სომბრეროიანი მამუკა ხაზარაძე ვითომ მეცენატი და უკვე ცხადი იყო ჩემთვის მე ვარ ჟურნალისტი კარგად გამიგეთ მე ხوار შემოვდივარ ახლა ტრანზაქციების და შემდეგ ჩემთვის როგორ ჟურნალისტისთვის ეს უკვე იყო სიგნალი რომ მამუკაზე იწყებოდა შეტევა და ჰოი საოცრებო მეორე დღეს პროკურატურა ამბობს დიახ ჩვენ მედიის ინტერესს ვაკმაყოფილებ და დიახ თურმე დავიწყე. მაშინ იბერია ჯერ კიდევ არსებობდა და იბერიის ეთერში მაქვს ნათქვამი რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყება შეტევა მამუკა ხაზარაძეზე. ეს იყო ფაქტი, დაიწყო კიდევაც. მეორე ტურის წინ მას შემდეგ რაც სუსმა ვერ შეასრულა დავალება და პირველი ტური წააგო ბიძინა ივანიშვილმა და მე ვნახეთ ჩვენ თვალსრემლიანი რომ გვეხვეწებოდა ხმების მოცემას, მეორე ტურის წინ არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე პასუხისმგებლობა აიღო გახარიამ. ამიტომ მას ჰქონდა ვიზირება ივანიშვილისაგან რომ გამოეყენებინა ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ძალადობა, მათ შორის მოხრთამობა, მათ შორის კრიმინალებთან ალიანსი და მათ შორის ნარკოტიკების დარიგებაც კი, რომელიც გააკეთა სამეგრელოში. ამაში იგულისხმებოდა ის წერილები, რომელიც გაუგზავნა ხაზარაძეს და საინტერესოა შუამავლის ამბავი და მამუკა ხაზარაძეს უნდა ეყოს გამბედაობა და ამ შუამავალზე ისაუბროს და დაასახელოს მას. მე მგონი მამუკა ხაზარაძეს გამბედაობას ვერ დაუწონებთ, მისი განცხადებები ძალიან რა ნიკას მივცემ სიტყვას და მე განვაგრძოთ რეკლამიდა რომ დაუბრა. რა ეწერა მე მგონი რა ეწერა ამ წერილში? ამ წერილში ეწერა ის რომ TV პირველი უნდა ტელეკომპანია პირველი უნდა გადასულიყო იმედის ტრენდზე და მამუკა ხაზარაძეს ამის შესახებ მისცეს მითითება ბჭყალებში, იმიტომ რომ იმ ფულის ვითომ და გათეთრების საქმეში ფიგურირებდა ავტოწერილი. ხო, აი ამას ნაივური, აი რაღაც უცნაური გახარიამ ჩათვალა საჭირო. TV პირველი რაშუაშია ჩვენი დამფუძნებელი კი არა დაფინანსებელი. აი ამ საქმეში, რომელიც არის 11 წლის წინანდელი გადარიცხვა ამ ფულის ფიგურირებს სწორედ იმ ადამიანის კომპანიები, რომელიც არის ტელევიზიის დამფუძნებელი. მე პირადად ეს მიჩეს ეჭვის საფუძვეს, მაგრამ მე მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი. გახარიამ ჩათვალა რომ ეს შეიძლება იყოს აუცილებლად გახარიასგან გაგზავნილი, ხო? დარწმუნებული ვარ, ინგა რომ 99%-იანი ალბათობით ექსპერტიზის პასუხები ჩვენ მოგცემს კონკრეტულ შედეგს და არა მარტო გახარიას ანაბეჭდი შეიძლება ვიხილოთ ჩვენ აი ამ ექსპერტიზის პასუხებში. თუ რა თქმა უნდა გამოძიება მივა ბოლომდე ბევრ მაღალჩინოსანს და შეიძლება უფრო მეცაც გადაიყოლებს ეს საქმე. მეტი ვიღა მაღალჩინო. მე მგონია გახარია ყველაზე გაკეთებული. ივანიშვილის ინგა, ნუ გავიწყდება აქცენტები ამ წერილში არის ივანიშვილის და შესრულება არის გახარიას. მადლობა. მეგობრებო, მოდით გავწვევთ არტარიაზე ნუ ალბათ იმიტომ შემომერაბ რომ ბერას პოეზია უნდა დავაფასოთ უკეთ. არა, არტარიაზე ნუ იღიმებით მეგობრებო. არტარიას მაყურებელი ვარ მე. კულტურა და ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ ამ არხზე, ქმნიან ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრს დამერწმუნეთ. ეს არის ძალიან საინტერესო არხი და ძალიან საინტერესო გადაცემები და აზრი საზოგადოებრივი, როგორ არა, რა თუნდა პოლიტიკა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ყველაზე მნიშვნელოვან სხვა თემებზე. პოლიტიკა იქმნება იმ აზრით მერე. მოდით რეკლამაზე გავალ ბიზნესზე ვსაუბრობთ, არ დაგღუპოთ სარეკლამოს ჭრას გავაკეთებ და ნატო ჩხეიძე შემოგვიერთება. მე მასთან პირველივე შეკითხვა მექნება იყო თუ არა ოქუაშვილისთვის გზავნილი წერილის ავტორი გიორგი გახარია ვიце-პრემიერი.
რეაქცია დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ რაზე ვსაუბრობ დღეს, ანუ რას უკავშირდება შეტევა ხაზარაძეზე. საუბრობ ძალიან მსხვილ ბიზნესმენზე და ერთი არის მნიშვნელოვანი დეტალი. საქმეზე ვსაუბრობ, რომელიც არის 11 წლის წინანდელი, რომელსაც არ ყავს დაზარალებული, რომელსაც არ ყავს მომჩივანი, მაგრამ აი ესე ჩათვალა რა პროკურატურამ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოიძიოდა. აი აქ მიზის მე სტუდიაში დავით ბეგიაშვილი, ალბატროსის მფლობელი, ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს წაართვეს საკუთარი ბიზნესი და აი ამ ხელისუფლების დროს კაცი რომელიც არის დაზარალებული ითხოვს რომ აღადგინეთ ხალხო ჩემთვის სამართლიანობა და არა დათოსთვის ვერ მოიცალეს აი იქ სადაც არაა დაზარალებული და მომჩივანი რამდენიმე წუთში გადმოვალ ნიკა თქვენთან მანამდე ნატო ჩხეიძეს ჩავთავ თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ურთიერთობა შუამავლების მეშვეობით აეწყო წერილობით ფორმაზე ანუ ლეპტოპში იყო გარკვეული ტექსტები და შუამავლებსაც ასე უჩუმრად უნდა დაეწერათ და ეს დაწერილი მე ხან ტელეფონით ხან ისევ ლეპტოპით გადაიგზავნებოდა. თქვენი სიტყვებია ეს ქალბატონო ნატო მოგესალმებით დეპუტატი ნატო ჩხეიძეა ჩვენი სტუმარი. მე მაინტერესებს აი წეგან გავუშვით თქვენი მეუღლის ინტერვიუს ნაწყვეტი რომელიც მან ვახოსანაიას მისცა პირდაპირ ეთერში სადაც იგი ზუსტად აი ამ წერილობით გზავნილებზე საუბრობდა. ვინ უგზავნიდა ზაზა ოქუაშვილს ვინ გიგზავნიდა თქვენ შეტყობინებებს ვისი სახელით ხდებოდა ეს შეგიძლიათ გითხრათ. მოგესალმებით ინგა, მივესალმებით თქვენს სტუმრებს და თქვენს მაყურებელს. თქვენს სტუდიაში იყო ასეთი შეკითხვაც, ვის ჯერა და ვის არ სჯერა ამ წერილის. მე შემიძლია გითხრათ რომ მე მჯერა ამ წერილის, მით უმეტეს რომ მამუკა ხაზარაძე ასახელებს რომ ეს მოხდა სწორედ მეორე არჩევნების მეორე ტურის პერიოდში და მჯერა იმიტომ რომ სწორედ ასეთი ფორმით უკვე ოქტომბრის თვეში იყო ურთიერთობა ზაზა ოქუაშვილთან მას შემდეგ რაც ზაზა ოქუაშვილმა ამხილა მართველი ვერტიკალის დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებები ძალიან დეტალურად აღწერა თავის ინტერვიუებში ყველაფერი ეს და როგორც ჩანს მას შემდეგ იფიქრეს რომ უნდა სიფრთხილე მეტი ეხმარათ და ამიტომ დაიწყეს ასეთი წერილობითი ფორმით ურთიერთობა. ახლა მე ვერ გეტყვით კლავიატურასთან ვინ იჯდა და ვინ კრიფავდა ტექსტს, მაგრამ ის დაპირებები და ის მოთხოვნები, რაც ზაზა ოქუაშვილთან იყო, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ყველა იმ პროცესში, რაც ბიძინა ივანიშვილსა და ზაზა ოქუაშვილს შორის იყო, მონაწილეობდა გახარიანს. ის რომ მამუკა ხაზარაძემ ახლა ბრძანა როცა ძალიან გაუჭირდა მთელი ეს არასწორი და უკანონო ქმედებები თუ როგორ ურთიერთობენ მართველი გუნდი და მისი ვერტიკალი როგორ ურთიერთობს ბიზნესმენებთან ეს ძალიან კარგია ცუდია ის რომ აქამდე არ ითქვა თუმცა ყველას ვერ მოვთხოვთ ერთნაირ რისკსა თუ ერთნაირ გაბედულებას კარგია ის რომ მამუკა ხაზარაძე ნანობს რომელიღაცა შეხვედრას ივანიშვილთან და მე იმედი მაქვს რომ როცა იქნება ინანებს იმასაც როდესაც ცხადია იძულებული იყო და იმიტომ მაგრამ მართლ აი ამ ვერტიკალთან ერთად იძულებული გახდა რომ ომეგა ჯგუფის წინააღმდეგაც თვითონაც გადაედგა ნაბიჯი მაგრამ ახლა მინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო რომ თანავუგრძნობ მამუკა ხაზარაძეს რადგან საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და ასეთი ურთიერთობები ბიზნესთან ნამდვილად არ შეიძლება ბიზნესმენებს პოლიტიკაში ყოფნა ნამდვილად არ უნდათ, მაგრამ თავიანთი ქმედებით, თავიანთი მუშაობით განაპირობებენ ქვეყნის პოლიტიკასაც და ქვეყნის ეკონომიკასაც. ამიტომ მათ მეტი გაფრთხილება სჭირდებათ ნამდვილად. ქალბატონო ნატო, ანუ მოთხოვნა მაშინაც, როდესაც წერილი გზავნილი წერილის სახით მიიღო თქვენმა მეუღლემ, უკავშირდებოდა არჩევნებს, ხო?
არა, მაშინ არჩევნებს არ უკავშირდებოდა, ის უკავშირდებოდა დაპირებებს ზაზა ოქუაშვილის მიმართ, რომ ამუშავებდნენ ფაბრიკას, ჩამოწერდნენ იმ გარკვეულ დავალიანებას და გარდა ამისა, რომ მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში რაც თაროზე იყო შემოდებული ერთ-ერთი სასამართლო პროცესი, ამასაც დანიშნავდნენ და მაგრამ ამის სანაცვლოდ ზაზა ოქუაშვილს უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებისთვის ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები. აი, ხო ხდებით რას ვარკვევთ? დიახ, მე მოგახსენებთ, მათ ძალიან იჩქარეს და ფაბრიკაც აამუშავეს, ანუ მისცეს მარკები და ის სასამართლო პროცესიც მოიგო დიახ, მაგრამ აი ის მოთხოვნა, რომ ზაზა ოქუაშვილს წაეკითხა აი ეს წერილი იმედის ეთერში, მოხდა სხვანაირად, წაკითხული იქნა რუსთავიორის ეთერში და წაიკითხა ეკა კვესიტაძემ. ნუ რა თქმა უნდა, ამის მერე ყველაფერი შეტრიალდა ზაზა ოქუაშვილის ირგვლივ. ნუ ზაზა მიცოდა კიდევაც რომ შეტრიალდებოდა ეს, მაგრამ არაფრით არ დაყვა არანაირ უძულებას, არა მხოლოდ მაშინ, არამედ მთელი სამი წლის თუ ძალიან არ შეგაწუხებთ მაყურებელს, ცხადია ახსოვს ეს ყველა დეტალი, იმიტომ რომ დიდი პერიოდის განმავლობაში ჩვენ ყველა ამას ვაშუქებდით, რომ გაიხსენოთ დაახლოებითი ამ გზავნილის შინაარსი რა იყო, აი რაც იმედის ეთერში უნდა წაეკითხა. ჩვენ ხომ წავიკითხეთ ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილში იმედის ტრენდის შესახებ, TV პირველი როგორ უნდა გადართულიყო დაუშვათ იმედის ტრენდზე და აი ზაზას შემთხვევაში იმედის ეთერში წასაკითხი წერილი მოკლე შინაარსი კიდევ ერთხელ რომ შეახსენოთ ჩვენს მაყურებელს თუ შეგიძლია. კეთილი ესეც არჩევნების პერიოდი იყო და იქ იყო ასეთი რომ ზაზას უნდა ეთქვა რომ უკაცრავად რომ ის ყველაფერი მისი ინტერვიუები ეს იყო არა მისგან მომდინარეობდა არა მისგან არამედ მომდინარეობდა იმიტომ რომ მას დაუკავშირდნენ სააკაშვილი და გვარამია რომ მათ სთხოვეს და ყველაფერი ის რაც უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილს ეს იყო ტყუილი და რომ ეგ-ეგრი არ ყოფილა და რომ ინანიებდა რომ ეს რა გააკეთა და ეს როგორ მოიქცა და რომ ამის მერე ასე აღარ მოიქცევა. ერთი სიტყვით მოკლე შინაარსი ასეთი იყო ამ წერილს, ნუ რა თქმა უნდა ახლა ამაზ არ წაიკითხავდა, მაგრამ თვითონ როგორც ჩანს იფიქრეს რომ იმდენი რამე დააბერტყეს ამის სანაცვლოდ ზაზა ოქუაშვილს რომ ეს ასეც მოხდებოდა და ამიტომ სასწრაფოდ ერთი-ორი რამე გააკეთეს კიდეც. რა, ქალბატონო, ანუ გულისხმობთ იმ ფაბრიკის ამუშავებას და აქციზების გაცემას. კი, მაშინ მისცეს, დიახ, მაშინ ანუ ერთადერთი პირობა იყო ეს, რომ მას უნდა ეთქვა, რომ ეს განცხადებები არ იყო ნებაყოფლობითი მისი მხრიდან და ამის სანაცვლოდ პირდებოდნენ საქმის დალაგებას, ხო? კი, და რომ წინა ხელისუფლება უნდა, ასე ვთქვათ, თავისი უარყოფით და ნეგატიური დამოკიდებულება უნდა გამოემჟღავნებინა. და ზაზას მე როგორც ვიცი, ლეპტოპიც ჩაუტანეს, დამიდასტურებთ ამას. შეიძლება უკვე გითქვამთ, ვეღარ ვეწევი, იმდენი ეთერი მაქვს თქვენი და ზაზა ოქუაშვილის მოსმენელი და შეიძლება უკვე გითქვამთ, მაგრამ აი თითქოს ლეპტოპი ჩაუტანეს, ესეთი ისტორია ვიცი, ლონდონში, სადაც ზაზას ვიღაც შეხვდა, ეს დაკეცილი ლეპტოპი გაუხსნეს, აქ ეწერა ტექსტი წერილის, წაიკითხა ზაზა ოქუაშვილმა, დაიხურა ლეპტოპი და ნუ შუამავალი არ ვიცი, მე რა პასუხით გამოვიდა. ეს ასე იყო? ჟურნალისტებმა ბევრი რამე სწორად იცით. ამ შემთხვევაშიც ნაწილობრივ სწორად იცით, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მას ჩაუტანეს ლეპტოპი, არამედ მანამდე აქ საქართველოშიც იყო ასე ვთქვათ ამ ლეპტოპის შინაარსი ცნობილი. მე არ შეუდგები დეტალების აღნუსხვას ეხლა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამისი მონაწილეები საქართველოშიც და იქ უცხოეთშიც არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლობლები არიან ჩვენი და არ შეიძლება ახლა მათი თუნდაც მათი ანუ შუამავლებზე ვერ საუბრობთ, ამას გვეუბნებით? არა, ნამდვილად არ ვისაუბრებ ეხლა, მე გეუბნებით რომ მათი უსაფრთხოების გამო არ შეიძლება არაფრით მათი სახელების ახლა დასახელება, მაგრამ გასაგებია.
გავა ცოტა ოდენი ხანი, ყველაფერი უფრო მკვეთრად გამომჟღავნდება და მე ძალიან ნათლად ითქმება ყველაფერი. მადლობა, ქალბატონო ნატო, წარმატება მინდა გისურვოთ, მადლობა რომ იყავით რეაქციის სტუმარი. მაშასე, აი ასე იხსენებს იმ ისტორიას ნატო ჩხეიძე, ნიკა მეტრეველთან გადმოვალ და შემდეგ დათო ბეგიაშვილთან, ოღონდ სანამ თქვენ შეკითხვას დაგისვამთ, ერთი ვიდეო მაქვს 2012 წლის გამზადებული, სადაც ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება ალბატროს ჯგუფის წარმომადგენელს, ასე რომ 2 წუთში შემოგთავაზებთ ამ ვიდეოს. ნიკა, რა ვუყოთ ამ ფაქტებს? მე ერთი და იგივე кейსია თქვა არ ვამბობ, არ ვადარებ ერთმანეთს, თქვათ ომეგას თემას, ეხლა მამუკას თემას, მაგრამ ხელწერა რატომ გავს ასე ერთმანეთს? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა დავიწყო საუბარი მადლობით თუნდაც ვატო წერეთლის მიმართ, თქვენს მიმართ, თვიანი კოლექტივის მიმართ. TV პირველი არის ძალიან სერიოზული მონაპოვარი და სერიოზულ როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში, თვითონ დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. რაც შეეხება უშუალოდ აი ამ საქმეს, ძალიან ბევრი კითხვები მაქვს, თუნდაც ამ ომეგა ჯგუფის შემდგომ, როგორ ფიქრობთ, ეხლა მე ძალიან მიკვირს, რომ გახარიას, რომელიც ძალიან გამოცდილი ადამიანია, მსგავსი შეცდომა დაეშვა ან ხელისუფლების რომელიმე წევრს. აქ არის ძალიან ბევრი კიდე სხვა კითხვის ნიშანი და როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძე თვითონაც აიხლართა რაღაცა თავისი ინტრიგებში პირდაპირ თუნდაც როდესაც ის რუმსში გამოვიდა რამდენიმე დღით ადრე, მას დაუსვეს ეს კითხვა და მან უარყო, არავით არის ზეწოლა არ არისო, პირიქითო ხელისუფლებაო, ანაკლის განვითარებაში მეხმარება კიდეც და ნანოფო, მამუკა თქვა, გაშვებული მქონდა ეს არის. ნანოფო, იმ შეხვედრაზე იყო საუბარი, მაგრამ მან თქვა რომ ნანობს. კიდევ ერთი მისი განცხადება კიდევ ერთი, როდესაც ის პარლამენტში გამოვიდა და თქვა რომ აი კგბ-შტიკური მეთოდებითო რაღაც ასე შემდეგ. თუ კი ის ბრძოლას აპირებდა, მაშინ რაღაცო წამოვიდა დაუშვათ აი ამ დათმობაზე და გააკეთა მსგავსი განცხადება ხელისუფლების ხარდაჭერით. აქ აი ლოგიკას მომენტია ბიზნესი. არა, ჩვეულებრივ თუ ის აპირებს აი ბიზნესმენის ფსიქოლოგია როგორი აგებს? აცავიდა კონფრონტაცია. ასე ხდება ხოლმე და როცა ფული პერიოდია. კონფრონტაციაზე არ წავიდა. მილიონი დააკარგინეს TBC-ს. ბატონო დავით, ტაქტიკა არის ჩვეულებრივ ბიზნესი. ეს არ არის გულწრფელობა, ეს არ არის თუ გულწრფელად პატიოსანი ადამიანის გულწრფელობა ეს არ არის პატიოსანი ადამიანის ტაქტიკა არის ბიზნესის წარმოება. არ წავიდა კონფრონტაციაში და ლოგიკაზე. კი ბატონო, ერთად დავასრულე. აქ არის ერთი ძალიან დათელი რაღაც, რომ თუნდაც 2015 წელს იყო სტუდია მონიტორის გამოძიება, სადაც ნათლად იყო გამოჩენილი, არის ჩამოყალიბებული ბანდიტების კასტა, რომელიც თავს უწოდებს ბანკირებს, ბიზნესმენებს, რომლებიც ღლეტავენ წლობით ჩვენ ქვეყანას. აქ არის უკვე ლუდის ჩამოსხმა დაიწყეს, ყველგან შევიდნენ, ყველას გადაუარეს და ვინ არიან თუნდაც მამუკა ხაზარაძე და სხვა უამრავი საქმე. არა, ეს არის ნათელი ფაქტი. ისედაც ძლივს სუნთქავს, ასეთი ღარიბი დასრულდეს ერთხელ სამუდამოდ. ძლივს აი ამ ბიზნესზე უამრავი кейსი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც უამრავი საქმეა შემიძლია მოვიყვანო. სერიოზული პრეფერენციები აქვს ამ ქვეყანაში ყველა ხელისუფლების დროს. რას გულისხმობთ? არა, დახმარებები სერიოზული მსხვილ ბიზნესმენებს. სხვანაირად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ბატონო, ამაზეა საუბარი, რომ პრივილეგირებული პრივილეგირებაზე არ არის. სახელმწიფო უნდა უწყობდეს ეს ნებისმიერ ბიზნესს. ბიზნეს ხელს უნდა უწყობდეს. მაგაზე ყველა თან. აბა მაშინ რაში არის პრივილეგირებები? ეს ხელშეწყობა მარტო მსხვილ ბიზნესმენს რო ხდებათ და მცირე და საშუალო ბიზნესს. მაგრამ აი თქვენ ამბობ პრივილეგირებული იყო რა. შეგიძლია თქვა რით რაში. მამუკა ხაზარაძე გითხრათ კონკრეტულად? ხო, რითი? ძალიან ეხა სტუდია მონიტორინგი ტენდერი როგორ იყო იცი? შუქაცმა შეიტანა, ბოლოს 2 დარჩა. ერთიც გაუგიმდა, ბოლოს ერთი დეტალები არ ვიცნობ, კითხულობ მე. მისი პასუხისგებლობა. იყვნენ კონკურენტები? კი, იყვნენ, მაგრამ ბოლოს ერთი რას ვამბობთ მაშინ? ტენდერის ბოლო ეტაპზე. ვინმე კონკურენტია და ვინმე გაასაჩივრა, არ გაუსაჩივრებია და ეხლა ერთ მხარეს ვართ ჩვენ. იმდენივე ინფორმაცია აქვს, რამდენიც თქვენ. კარგი, არა, კონკურენტები გაიმარჯვა. ეხლა რომ მიიღო, არ არის სწორი უბრალოდ. ერთი წუთით გიორგის მიცემ სიტყვას და დათოს ბიუჯეტიდან და 100 მილიონი საპარტნიორო ფონდიდან და ხელშეკრულება რომ კონფიდენციალურია და არ ვიცი შიგრა წერია და 2018 წლის სექტემბერში დასრულება შევიდა. მე რა ბრო, საჯარო თავს ეგ ნათქვამი რომ კი ეხლა ის მომენტი საჯარო და ახალ უნდა გახდეს. მადლობა. და მერაბ, ერთი წუთით მადლობა. გიორგის მივცემ სიტყვას და შემდეგ დათოს მამუკა ხაზარაძეს უწოდა ბანდიტი. ხო საინტერესოა, როდიდან გახდა მამუკა ხაზარაძე ბანდიტი? არა, საფუძველი ბანდიტს ვამბობ. როდიდან გახდა? შეიძლება ამაზე ჩემი ვერსია.
და ჩემი აზრით რეალური ძალიან. ეს საკითხი არა ეს გამოდიხარ და ბანდიტს ეძახით საქმე ეხება ფარულ აუდიო საქმე ეხება ფარულ აუდიო ჩანაწერს და საუბარს რომელიც გაიმართა პრემიერ კვირიკაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის ფარული აუდიო ჩანაწერი მიიტანეს ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი ერთი წამი გიორგი კვირიკაშვილი. ერთი წამი გიორგი ჟურნალისტია საინტერესოა. ბიძინა ივანიშვილმა დანიშნა უმრავლესობის ხდომა. ამ უმრავლესობის ხდომაზე კუთხეში მიაყენეს პრემიერი კვირიკაშვილი და მას მოსთხოვეს გადადგომა. კვირიკაშვილი იყო უარზე, შემდეგ გამოვიდნენ და ის თქვეს რაც თქვეს. კვირიკაშვილთან იმავე საღამოს მივიდნენ ვინც მივიდნენ და აუხსნეს აკურატულად თუ რა მოყვებოდა მის სიჯიუდეს რომ არ გადამდგარიყო. რა მოყვებოდა? მოყვებოდა მთელი კომპრომატების ომი და მათ შორის ასე ვთქვათ კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით დაწყებული გამოცემა რომელიც დაიწყეს. იმ ჩანაწერში ინგა იყო საუბარი რომლის შესახებაც პრემიერი კვირიკაშვილი ესაუბრება მამუკა ხაზარაძეს შემდგომ პოლიტიკურ გეგმებზე. არა ეს არის ხა თქვენი სტილი დამამთავრებიდან მე მიპასუხეთ დამამთავრებიდან რატომ მიკა ჭორაობა და მეტი არაფერი. კი ბატონო თქვენ უჭოროთ ბანდიტს უწოდებთ ადამიანს რომელმაც 27 წელი შექმნა თავისი თავი. დაიწყო თეთრი ბიზნესიდან კრიმინალური შევარდნაძის საქართველოში. ამ გაღლეტილ ქვეყანაში. ამ გაღლეტილ ქვეყანაში დიახ. რა მოხდა? მოდი ვიქიდან მე განეცი პასუხი. მე მივიყვან ბოლომდე ბიზნესმენში. არა, იმას არ უნდა შეგაწყვეტინოთ. ერთი წუთით ინდულგენციას არ ნიშნავს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ და ასჯერ ვიტყვი. საქმე 11 წლის წინანდელი, რომელსაც არ ყავს დაზარალებული, საქმეს არ ყავს მომჩივანი. ერთმა სააგენტომ დაწერა და თურმე მე პროკურატურა ამას განმარტავს, წარმოუდგენელი ამბავია და ეს იწვევს კითხვებს. ხო, გიორგი, დაასრულეთ და დადო. მეორე დღეს კვირიკაშვილს თავისი თავი გადააყენებინეს. პარალელურად კი დაიწყეს გამოძიება. რაზე იყო რა პოლიტიკურ გეგმებზე? კვირიკაშვილი და მამუკა ხაზარაძე საუბრობდნენ და კვირიკაშვილი მას უზიარებდა შემდგომ პოლიტიკურ გეგმებს და არ გამორიცხავდა გარკვეულ საკის პოლიტიკურ ძვრებს, მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, რომ შეექმნა რაიმე საკის პოლიტიკური ჯგუფი, რის გამოც გადაყვა პრემიერი კვირიკაშვილი აი ამ საუბარს. ანუ პოლიტიკაში შედიოდა. პარალელურად, აი ნახეთ ბანდიტი რა მას შემდეგ გახდა სწორედ თქვენთვის და ქართულ ოცნებისათვის მამუკა ხაზარაძე, 2012 წელს, როდესაც ბატონ ბეგიაშვილს ებრძოდნენ და აწამებდნენ ის სტრუქტურა გაფინანსებდა თქვენს. იმ ადამიანს როდესაც აწამებდა ოდესიანი, თქვენ მასზე მუშაობდით. ნიკა რეპლიკა ისროლეთ რაო პოლიტიკაში ერეოდაო, ბიზნესმენი პოლიტიკაში ერეოდაო. როგორ შეიძლება ბიზნესმენი პოლიტიკა? ბიძინა ივანიშვილი ჩაერია 2012 წლის არჩევნების წინ, ანუ ბიძინა ივანიშვილი შემოვიდეს ნებისმიერ დროს და კი ბატონო შემოვიდეს. ასეთი გეგმა ქონდა. პასუხობთ ქალბატონო. შემოვიდეს ნებისმიერ დროს, ამის არავით არის პრობლემა, არავის არ აქვს. ერეო თვითონ საუბრობს, არ ერეოდიო და იქიდან გამომდინარე თქვენი საუბრიდან გამოდის რომ ერეოდია. ხო არა, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში. მოდი დავუსვათ ამ დავას წერტილი. მე მინდა ეხა დათოსთან გადავიდე. ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა წეღან. ის არის ბიზნესმენი, აგერ ცოცხალი მაგალითი გვიზის კაცი, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს წაართვეს თავისი ქონება და დღეს დათო ბეგიაშვილი სამართალი არ აღდგენილა და ჩვენ ვაპარაკობთ რომ პროკურატურა მთელი ქვეყანა გადაყვა იმის გარკვევას რა ტრანზაქცია განახორციელა 2008 წელს ხაზარაძემ და კიდევ ერთხელ ვიტყვი არც მომჩივანი არც დაზარალებული. ერთი ვიდეო თუ შეიძლება ეს არის ბიძინა ივანიშვილის გასაუბრება სწორედ ალბატროს ჯგუფის წარმომადგენელთან და შემდეგ მოგვიყვება ალბათ დათო რა არაფორმალური ურთიერთობებია დღეს ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის. მე გახლავართ ნიკოლოზ დარსაველიძე, ალბატროს ჯგუფის წარმომადგენელი. გადმოგცემთ მოკითხვას შვეიცარიიდან პოლიტიკურ დევნილობაში მყოფ ალბატროს ჯგუფის დამფუძნებლის ბატონ დავით ბეგიაშვილისაგან. როდიდან იქნება შესაძლებელი საქართველოში დაიწყოს პატიმრობასა და დევნილობაში მყოფ ბიზნესმენების რეაბილიტაციის პროცესი? როდის დაგვიბრუნდება ჩვენს კომპანიას უკანონოდ შემორთმეული და დაყადაღებული ქონება და როდის იქნება შეწყვეტილი სისხლის სამართლებრივი დევნა ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის ბეგიაშვილის მიმართ? მე ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ცირე დროში, რამდენიმე თვეში მოხერხდება ეს ყველაფერი, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი და თქვენ ეს ყველაფერი მოახერხოთ. მანამ მე განცხადება გავაკეთე და აღარ გავიმეორებ. ყველაფერი ვიცით. ნურავის ნუაქვს იმის ილუზია, რომ ვინმეს რამე შერჩება. მე არ მინდა მუქარით მოვიდე და ძალიან ვცდილობ, რომ არ გავიმეორო და არავის არ დავიმექრო. საერთოდ ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაისაჯოს და რაც შეიძლება ნაკლები
ადამიანი დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე. იქნებ სასამართლომდისაც არ მიიყვანონ საქმე თუ მოახერხებენ და თუ თქვენ მოახერხებთ ამას, თუმცა თქვენი შემთხვევა ძალიან მძიმეა და სასამართლოს გარეშე და თუ გნებათ სისხლის სამართლის გარეშე ალბათ რთული იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ მე წინასწარი დასკვნები არ მინდა, ძალიან დიდი სურვილია ჩემი რომ მოახერხოთ და დანარჩენი ტექნიკურად ერთ დღეს არ დავაგვიანებთ, რაც შეიძლება რომ რაც შეიძლება სწრაფად დაგვიბრუნდნენ ჩვენი დაზარალებული მოქალაქეები და რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სამართლიანობა ქვეყანაში. მაშასე აღდგა თუ არა სამართლიანობა დათო ბეგიაშვილისთვის, სწორედ დავით ბეგიაშვილზე დევნილობაში მყოფზე იყო ამ ვიდეოში საუბარი, ეს იყო 2012 წელს, როცა არჩევნების შემდეგ მოხდა პირველი შეხვედრა მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან ბიზნესმენების და დღეს გარეთ არის 2019 წლის 7 მარტი. დათო, გითხარით ახლა თქვენი ბოლო ფრაზა იყო რომ ეს აღდგება სამართლიანობა. ხო, ამის შემდეგ განვითარდა მოვლენები ისე რომ მე გამართლდი. იქ სისხლის სამართლის საქმეზეც იყო ლაპარაკი. ამ საქმეში გამართლდი და ერთადერთი რჩებოდა დარჩენილი ქონება, რომელიც აღირიცხება დღის მდგომარეობით ეკონომიკის სამინისტროში. აი ეს თემა დღემდე ასე ვთქვათ ღია არის და დასასრულებელია რა. მე ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ასე ვთქვათ ადამიანებს ხვდებოდი, მათ შორის ჩინოვნიკებსაც, ძალოვან სტრუქტურებშიც და მე ამაზე რა თქმა უნდა ჩემი შტაბეჭილება მაქვს, ასევე ინფორმაციაც მაქვს თუ როგორ წყდებოდა საერთოდ ეს დავები და როგორ ხშირად ისმის ხოლმე რომ პროკურატურა გამოდის და ამბობს რომ აი ჩვენ დაუბრუნეთ ამ და ამ თანხის ქონება, ვიღაცას დაუბრუნეთ ყავგასული მანქანები, ვიღაცას მიწის ნაკვეთები იყო რაღაცა ბაზარის თვარცები გორში და ყველა ბრუნდება ერთი და იგივე ხელშეკრულებით რა. ამ ადამიანებთან ასე ვთქვათ ალაგებენ ამ სიტუაციას რომ ამ ადამიანს არასოდეს აღარ ექნება არაფერზე პრეტენზია და მადლობელსაც კი ხდიან რომ მან რაღაცა უკან დაიბრუნა ქონება. ანუ ამიხსენით უფრო რა თუ შეიძლება. იმას რომ ამ ადამიანს არასოდეს აღარ ექნება პრეტენზია არც იმ ჯგუფთან, დამნაშავეებთან, ან განაცდურთან, ან ასე ვთქვათ რაღაცა მოთხოვნა. თუ დამიბრუნეს ქონება რატოღა უნდა მქონდეს? ხო, მაგრამ ამ ქონებას ხო პროცესები მოყვებოდა, ხო? აი ყავგასული მანქანა ავიღოთ, ხო? ყავგასული. ვიღაცამ წაართვა ახალი. დაბრუნდა 5 წლის მერე, ხო? ხო, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ეს ალბათ ძალიან არა, მე მესმის, ნუ ეს ერთი მომენტი. მე ამაზე პრეტენზია არ მაქვს. ყველა თეთრის კომპენსაცია შეუძლია. მე ამაზე არ მაქვს პრეტენზია, მე უფრო სხვა თემას განვაცობ. ეს უბრალოდ წინაპირობა გითხარით, რომ საზოგადოება მიცოდეს რა პირობებით ბრუნდება ეს კი ბატონო, ბძანეთ და შემდეგ კითხვას დავსვამ სტუდიაში და მე ბატონლევას. მეც მაქვს ამ ქონებაზე ხელშეკრულება დადებული, მოწერილი აქ პრემიერ-მინისტრს ასე ვთქვათ ძალაშია, მაგრამ ფაქტი არ დამდგარა ისევ რაღაცა ანუ თქვენი ქონება დღემდე ვერ დაიბრუნე. ვერა და ეს ხელშეკრულებაც მაქვს გაფორმებული. მე ეს წინაპირობა იმიტომ მოვყევი რომ გასაგები ყოფილიყო რომ ვთქვათ რა პირობებით ბრუნდება რა. ეს ხელშეკრულება მეც მაქვს დაბრუნების ჩემ ქონებაზე, ერთ მხარეს აწეს პრემიერ-მინისტრი, მეორე მხარეს ჩვენი მხარე ასე ვთქვათ. მაგრამ ვინდა რა უშლის ამას ხელს თუ ნება და მითითება. ვისი მითითება? აი საქმეც ამაშია, ვისი ხო? დათო, აი ხა დავიწყე. არა, საუბრობ და გიხსნი. ესე ვერ ხო, არა, ესე. ესე ზევით ღმერთი არ არის. ჩემთვის ზევით ესე არავინ არაა და თქვენთვის ქრონოლოგიას მივყვეთ მაშინ რა. ეხლა ხო იცი ეხლა მაინც დროში შეზღუდული ვარ. ხო, აი უცებ აგიხსნით რა. აი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს რა. ხო. საზოგადოება საქმიანმა წრეებმა ყოველ შემთხვევაში ბევრმა კარგად იცის, რომ ესეთი საქმეები წყდებოდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრის ვაკეში შენობაში. ასეთივე ჯგუფი იჯდა პროკურატურაში. სახელები და გვარები უნდა თქვა. ნუ ახლა საზოგადოება იცის, ვინც იჯდა ფიქსაში. არ გამოდის ახლა. ხოხაშვილი იჯდა. თქვენ გვერდით და თუ პროკურატურაში არსებობდა ნაცვლიშვილი ესეთი ვინც აგვარებდა ამ საქმეებს. რომელი ნაცვლიშვილი? ლაშა პირველი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი. დავიწყოთ მეორე გავყვეთ კიდე მეორე პრემიერის შემთხვევაში. მეორე პრემიერების შემთხვევაში კანცელარიაში იჯდა კიდევ ესეთი ჯგუფი. ვინ? ძმები ჩხენკელები. იყო კიდე სხვა ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ ესეთ თემაში. შემდეგ იყო ფარცხალაძე ისე პროკურატურაში. კვირიკაშვილის დროს? როდის წავიდა ხა ქრონოლოგიურად არ მაქვს. 2015-ში. როცა უკვე ფარხალაძე აღარ მუშაობდა.
აი ომეგაც მე პერიოდია ზუსტად ფარცხალაძის ანუ კვირიკაშვილის დროს. კვირიკაშვილის დროს კი. კვირიკაშვილის დროს ამას ახლა ვინ არის ბატონო დავით ეგეც მითხარი. ეხოც არიან კი ეს ჯგუფი არიან ახლონაცავები. ეს ვიხელიო. აი ვინ თავზე ვიცხოვრობს ხო? ხო ნუ ანუ ეხლა ბიძინა ივანიშვილის ნათესავები აგვარებენ ამას. ნათესავები აგვარებენ კი. თქვენ შეგიძლიათ აი რომ გითხრათ. არა გიხსნით ეხლა რომ მითხრან. როგორც ეხლა მამუკას მე რომ მითხრან აი ამ ადამიანებიდან დავადასტურე უბრალოდ ბოლოსთან არ მქონია მე კომუნიკაცია და მე კიდე გეუბნებით გამიჭირდება ამის დადასტურება თუმცა კიდე გეუბნებით ეს ბევრმა იცის და ბევრსაც ქონია ურთიერთობები და მე წინა ამ დანარჩენებზე მაქვს ფაქტები და რა ვიცი და ეხლა როცა ამბობთ ნათესავებიო ესეთი თით ნათესავები თქვენი კოლეგებისგან იცით ბიზნესმენებისგან ეს ბევრმა საქმიანმა ადამიანმა იცის ეს და ეს ახალი არ არის ეს ახალ რამეს არ ვამბობ გასაგებია ამაზე მსჯელობენ ქალაქში გასაგებია მოგვარებენ საქმებს მადლობა დათო კიდევ მექნება თქვენთან მოგვიანებით კითხვა მოდით ახლა ერთ შეკითხვას დაგისვავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგ ერთად მოусმინოთ ბატონ ლევან ახვლედიას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორს და მე ისევ დაუბრუნდები სტუდიაში ბოლო კითხვით ლევან თქვენგან დავიწყებ საბოლოო ჯამში აი რას მივიღებთ ამ საქმიდან გარდა იმისა რომ ნიკამ ძალიან უხეში ფორმით კრიმინალი უწოდა, ანუ შეიძლება დისკრედიტაცია მოხდეს კონკრეტული ბიზნესმენების და ამითი დამთავრდეს, შეიძლება ანაკლიის სპორტი გაგრძელდეს პროექტი, ოღონდ მინუს მამუკა ხაზარაძე თუ აი რა მოლოდინი უნდა გქონდეს. ხო, თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გამოვიწყოთ, რაზეც დაიწყეს. დღევანდელი შეხვედრის და იმ ინფორმაციების საფუძველზე, რაც უკვე საჯაროთაც არის ნაწილობრივ კონსორციუმის უცვლელად გაგრძელდება და მე ამაში დარწმუნებული ვარ ანაკლია და ჩვენ გავადრო და ჩვენ შეიძლება ჩვენ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დავჯდებით და ვიტყვით რომ მაშინ რაღაც ყველამ ერთად ვიზარალეთ იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ მთავრობა ძალიან კარგად ხვდება და დღევანდელი განცხადებები ადასტურებს იმას რომ ანაკლიის გამო უნდა ეფიქრა ცოტა მეტი, თუ კი პოლიტიკური მოცემულობა ეჭვები ქონდა ამ ჯგუფის მიმართ, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ იმაზე მეტი ზიანი, რაც დადგა, უკვე ვეღარ დადგება, თუ კი ჩვენვე არ უზრუნველყავით მეტი ზიანის დადგმა. მხედველობაში მაქვს პირველ რიგში მთავრობა და ჩვენც. ოღონდ აქამდე წეგან მე და მერები ვსაუბრობდით. თუ კი აქამდე ჩვენ არ მოგვითხოვია და არ გაგვიცნობიერებულებია რა არის ანაკლია თავისი მნიშვნელობით. ეხლა მაინც უნდა გავაკეთოთ. იმაზე მეტი კითხვა უნდა დავსვათ და ჩავერთოთ. პასუხისგებლობა ავიღოთ, ეს არ არის უყუროთ. და ეს არის გამოსავალი, მე ამაში დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, მოდით მერაბთან გადავალ. ამ საკითხში მგონი თავხდებით მე და ლევანი რომ ანაკლია თუ გამოუშვებს აქციებს და ამას შეისყიდიან ქართველი მოსახლეობა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც უჭირს ანაკლიის სპორტს თანხების მოძიება, იქნება ძალიან კარგი და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობა ექნება. ანუ შეიძლება გაგრძელდეს ანაკლიის პროექტი, მე მამუკას პროექტი აუცილებლად გაგრძელდება. არა, თქვენ მამუკას გარეშე ამას გეკითხებით, იმიტომ აი უყურეთ თქვენც ის თქვენ, რომელსაც უჭირს თანხების მოძიება. მე ცოტა ხანში ვიდრე ლევან ახვლედიას ჩავთავ, ირაკლი ღარიბაშვილის იმ ნათქვამს შევთავაზებ. თორე მე ამაზე პრობლემა კი არ მაქვს, რომ უჭირთ არ უჭირთ. ფაქტია ეგრე მოხდა, რომ თქვათ იმ პირობებში რაც იყო გაწერილი ხელშეკრულებით დავასრულოთ ეს მოხდა გაგაწყვეტინო არა იმიტომ რომ ეს ტრიალებს და ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სრული კი არის მაგრამ აბა ვკითხოთ მთავრობას ერთად მე და შენ აქამდე არ დაგვისვეს ეს კითხვები და წეგანავს თქვი შემთხვევით 1-2 გადავადება ხო არ მოხდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაღაც ვალდებულებების ანუ ხდებით საერთოდ მიმყავს სად არის აბა მაშინ რატო არ გეუბნებიან როცა ამბობენ რომ იცი რა ვიღაცას რაღაცა უჭირს ეს გაჭირება ახალია და მთავრობის ახალი იყო 2018 წლის სექტემბერში ამ ხელშეკრულებაში კონფიდენციალური კი არის მაგრამ ცვლილება რაც შევიდა ეს გახმაურდა შევიდა რომლის თანახმადაც თუ ანაკლიის კონსორციუმი ვერ შეასრულებს საინვესტიციო ვალდებულებით განსაზღვრულ პირობებს მის წინააღმდეგ სანქციები არ გატარდება.
ანუ წარმოიდგინეთ, თუ ანაკლიის სპორტიდან ხაზარაძის ან გამოგდება უნდათ ანაკლიის სპორტის წარქმევა, ხო? უბრალოდ ეთყოდე, რომ აი არ ღვევ შენ უკვე. კონსორციუმი რომ ხაზარაძე არა, ესეც უნდა თქვა, გეხვეწებით, იმიტომ რომ ხო, ხავთამდე რომ ანაკლია არ არის ესეთი რაღაც. იმიტომ რომ კონსორციუმი მაგალითად IBR-ი, არ არის IBR-ი. IBR-ი არის და აბას ბევრი შესაბამისად იმის უცებ ჩაჩოშება არ გამოხდება. ანუ რას ვიზახი, იცი რომ თუ აგვისტოში ხო დაიწყო ეს გამოძიება და ეროვნულ ბანკმა ივნისში თუ ივლისში ხო დააჯარიმა სექტემბერში ანუ ხელისუფლებამ გადადგა არავინ არ აძალებდა კვირიკაშვილი არ იყო პრემიერი მაგითო იწევს ბევრ კითხვას სექტემბერში ადგა ხელისუფლება და ანაკლიის კონსორციუმს მიიცა ეს შეღავათი რომ წარმოიდგინე მაგრამ ვისთან იყო შეხვედრა IBR-დისთან იყო ანუ IBR-ი მოითხოვა შეღავათი მომეცითო ხო არა ხელისუფლებაში ეს რო გიწერიათ ეს არ არის შესრულებადიო თუ გინდათ მაშინ გავალო და შესაბამისად მთავრობას მოუწია თანხმობის მიცემა. კარგი, ესაა სიმართლე. შეღავათი წავიდა მთავრობა. თავისივე შეკრებილი პრობლემის გამო. ერთი რამ არის ძალიან. მოწერა ხელი ინტერნეტ კომპანიამ მიიღო ტელეფონმოწილეობა ვინც მოიგო. ერთი რამ არის ძალიან თვალშისაცემი. ეხა გიორგის და ნიკას მივცემ სიტყვას და შემდეგ ბატონ ლევანთან ერთი რამ არის ძალიან თვალშისაცემი რომ არც ერთი სერიოზული ინვესტორი ამაზე თვითონ მამუკამაც ისაუბრა. აი ეხა როცა ჩვენ გვესმის თუნდაც რეპლიკის დონემდე რეპლიკები რომ აი ვერ ხერხდება ფინანსების მოძება არც ერთი სერიოზული ინვესტორი ეს თქვა თვითონ ხაზარაძემაც არ დაუჯდება არავის მოლაპარაკებაზე ინვესტიციების თაობაზე თუკი მის ქვეყანაში ამ ბიზნესმენს ედავებიან ფულის გათეთრებას. აი აქ არის მთავარი კითხვა. რეპუტაციას თუკი ულახავენ. ძალიან ემოციური იყო რაც თქვა მამუკამ, მაგრამ აი ძალიან დამამახსოვდა საბჭოთა კგბ-შნიკური მეთოდები. ადამიანს არა, სხვა რამე ადამიანს ლაფში ასხამენ, რეპუტაციას გაუნადგურებენ და მერე ყველაფერი დამთავრდა. აქ ხომ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ მერაბთან რაღაცნაირად ვიდე და მე ინგა გრიგოლია დავждე და მოველაპარაკო უსერიოზულ ინვესტიციებზია ხო საუბარი გიორგი გისმენთ ნიკა გისმენთ და შემდეგ გადავდივარ ანაკლიის დირექტორთან თავარი ამბავი არის ის რომ ხელისუფლების მიზანი დღეს არის ის რომ შეფერხდეს ανაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი აზრით ამას შეძლებენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაუძახებენ უცხოელ პარტნიორებს და ეთქვიან იცით რა ჩვენ გვინდათ რომ თქვენ დაგეხმაროთ მაგრამ თქვენთან კავშირში არის ადამიანი ვინც მხილებულია და ბრალდებულია და ეჭვმიტანილია ფულის გათეთრების საქმეში ამიტომ მამუკა ხაზარაძის გვერდით გაწევის პროცესი დაიწყება დარწმუნებული ვარ ამასთან მამუკა ხაზარაძეს არა მარტო ამ მიმართულებით შეუქმნიან პრობლემებს არამედ ყველა სხვა დივერსიფიცირებული ბიზნესის მიმართულებით მადლობა გიორგი ლისთან დაკავშირებით ანუ ანაკლიის სპორტს გააჩერებენ თუ მამუკა ხაზარაძეს ჩამოაჩუჩებენ ერთსაც და მეორესაც მერაბ ანუ გაჩერდება პროექტი ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესი შეფერხდება. ანუ ყველა სამართლებრივი საფუძველი ქონდა ხელისუფლებას რომ ანაკლიის სპორტი გაეჩერებინა, ან ახლავე ჩამოერთვია ხაზარაძე არის დარდო, მე რა თუ მაგაში ეჭვება, აი 100 მილიონი ლარი უკვე დაუხაჭეთ ბიუჯეტიდან მათ პროექტს. კარგით, მეგობრებო, მოდით მე ჩემი ქრონომეტრაჟი მაქვს. თუ შეიძლება ნიკა ბძანეთ, შემდეგ დათო და ვრთავ ბატონ ლევან. ძალიან მოკლედ ვიტყვი, მიდის საკმაოდ სერიოზული მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც დღეს დაანონსდა უპრეცედენტო პროექტი განათლების და მეცნიერების სფეროში, რომელიც ღირსეულ მომავალს შეუქმნის მეცნიერებს და პედაგოგებს. ამავე ზოგადად იქნება კიდევ უამრავი მეგაპროექტი, მათ შორის ღირსეულად დასრულდება ანაკლიის პროექტის. მე გამიჭირდება მე ღირსეულად როგორ ღირსეულ ქვეყანაზე რომ ვილაპარაკოთ ხალხო, ასეთი განადგურება რეპუტაციის ადამიანების კიდევ მე არ ვიცი ხალხი ძალიან ახალგაზრდა კაცი ხარ და იცი მე შენ ძალიან პატივს გცემ. გულწრფელად მითხარით. არ გამოიყურება ასე რომ ხაზარაძის რეპუტაციის და თავს ლაფის დასასხმელადაა ეს ყველაფერი დაწყებული, თორემ აგერზის დათო ბეგიაშვილი არ აღდგაო ჩემი სამართალიო და საქმეზე ასხამენ კაც თავს ლაფს, რომელსაც არ ყავს მომჩივანი და დაზარალებული. მე ამ სამართლებრივ кейსებში ვერ შევალ, მე არ ვარ იურისტი, მე მაქვს იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი დასრულდება ისე როგორც სხვა უამრავი მეგაპროექტი, რომელიც არის
შეჩერების მოლოდინი არა, არ დარწმუნებთ, მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივა. მე არ ვიცი, ეს ხაზარაძესთან ერთად მივა თუ მის გარეშე, მაგრამ ეს პროექტი მივა და ხაზარაძე ცდილობს უბრალოდ რომ ეს პროექტი ანუ თქვენ უშევთ რომ ხაზარაძის გარეშე შეიძლება. მე არ ვიცი სამართლებრივი პროცესი როგორ დასრულდება. ეს მარტივია ახლა. კარგით, მადლობა დათო გაძლევთ. ეხლა აქ თავარი ამოსავალი წერტილი მაინც პროექტის მიმდინარეობა არ არის რა, ჩემი აზრით აქ არის თავარი რომ ავტორიტეტულ ბიზნესმენს შეულახეს იმიჯი. ხო? აი ამაზე ვჟელობ ჩვენ. და ძალიან მძიმეა. იმიტომ რომ დღესაც მძიმე საყოველია ამ სტუდიაში თავისთავად საზოგადოებას გამოიტანს და ალბათ აი საბანკო სისტემაზე იდგა ეს ქვეყანა ხო რამდენი ხანი არა არ შემედავ მე ძალიან გამიჭირდება ეხა შენთან ამ თემაზე დებატები შემოსვლა მაგრამ უმსხვილესი არა მეც არ მომწონს ჩვენი საბანკო სისტემა მაგრამ უმსხვილესი ბიზნესი მართლა 27 წლის განმავლობაში ასე ნულიდან დაწყებული როდესაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და აი ამ დამფუძნებელს დღეს ეუბნები რომ აი შეხარ თაღლითი ფულს ათეტრებ და თან ისეუნები კაცო რომ არავინ არ უჩივის აი ეს ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს ჩემში მეც ხომ აქვს უფლება ჩემი აზრი რომ გამოვთქვა ფულის გათეთრებაში როგორც წესი ეგრეა იქ მომჩივანი და დაზარალებული არ იქნება ხო ფულის გათეთრებაში იქ რაღაც გადასახადების დამალვაში მე პროკურატურაც გაუზ არ არის ფულის გათეთრება არ არისო რატო იმეორე შეერცხეს პროკურატურა რატო იმეორე აი უბრალოდ მარტო ადამიანო ბიზნესზე ვლაპარაკ რატო იმეორე იმიტომ რომ პროკურატურა მაგაცხადებით და მაგას ვიძიებ გადაახვიო შეგიძლია ელისო ჯარიაშვილთან არ ვიცითო გამოძიება ამბობს არ ვიცით ეხლა ვიძიებთო აგვისტოს მე მარტო იმეორე მაგა არ არის ამიტომ არ ვიცი მეგობრებო ბოდიში უნდა მე დარწმუნებული ვარ ერთმანეთში ჩართვაში მყავს ადამიანი რომელიც ეს პროცესი ეგრეთ წოდებული რაღაც ფულის დაგზრების ბოლომდე მივადა ეს ბოლომდე მისვლა სამართლებრივად იქნება ხაზარაძე ჯაფარიძის სასარგებლო შეგნებოთ არ ვსაუბრობ ოღონდ იმაზე მეტი საჟელი რაც უკვე გამოყენებული აქვს ამ ორი ადამიანის მიერ ამ საქართველოს არავის მიერ არ ყოფილა ეროვნულ ბანკმა რა გამოიყენა იცით საშვილიშვილოდ ამ ორ ადამიანს მათ ოჯახის წევრებს მათთან დაკავშირებულ პირებს ერთი თეთრის აღება არ შეეძლებათ ბანკიდან წარმოიდგინეთ ოვერდრაფტი რო დაჭირდეს ისიც აღარ ექნება აი ეს გაუკეთა ეროვნულმა ბანკმა უკვე საშვილიშვილო ანტიკონსტიტუციური საშველია ამიტომ არ ვისჯელობ მე კიდევ გიმეორებ მე დავაკავშირე ეს და დარწმუნებული ვარ გავლენას მოახდენს ანაკლიაზე რომელიც ჩვენი პროექტი აი ანაკლიაზე ვსაუბრობთ ამდენს და ერთი წუთით ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ყავს ეხლა ხაზზე ბატონი ლევან ახვლედიანი დიდი მადლობა ბატონო ლევან რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას მოდით დაგისვამ თუ შეიძლება რამდენიმე შეკითხვას და თქვენგან მინდა რომ მივიღო პასუხი მაგრამ მანამდე ვიდრე პირველ შეკითხვას დავსვამ ერთად მოვისმინოთ წინა რეაქციიდან ერთი ნაწყვეტი და შემდეგ იმედი მაქვს თქვენი პასუხების ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი რას ამბობდა ანაკლიაზე წინა ეთერში რაჭეხება ანაკლის სპორტს ან ფოთის სპორტი პირველი ბუნებრივი შეკითხვა რაც მე მიჩნდება მე არ ვიცი 3 წელი გავიდა და როგორც მახსოვს 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი და მე როგორც ვიცი და თქვენ ჟურნალისტები ბრძანდები და მოგიწოდებთ არა მარტო თქვენ არამედ სხვებმაც გადაამოწმონ რატომ მოხდა ვადების დარღვევა რატომ არ დაიწყო მშენებლობა ამ პორტის ხომ არ იყო საქმე იმა პრობლემა იმასთან რომ უბრალოდ დაფინანსება მათ ვერ მოიპოვეს თავის დროზე ან უბრალოდ არ იყო bankable ანუ ეს დაფინანსებადი პროექტი არ იყო მე არ ვიცი ამით დაინტერესდნენ ექსპერტები მე უბრალოდ აღარ ვიყავ ჩართული ბოლოს 3 წელი აქტიურად ამ პრობლემას ასე რომ ერთი ხელის მოსმით ერთი ხელის აღებით თქმა იმისა რომ ვიღაცას რაღაც სპორტი აინტერესებს თუ ივანიშვილს პირობითად ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ რომ აინტერესებდა ეს სპორტი ვინ დაუშლიდა ამ პორტის პროექტში ჩართულობას ვერავინ ხო არც მისი ასე ვთქვათ ფინანსური რესურსები ყველას აღემატება ხო ყველა ასე ვთქვათ ადამიანს ვინც საქართველოს ცხოვრობს ბიზნესმენს და მეორე სხვა რა პრობლემა ყოფილიყო უფრო მეტი გარანტია თუნდაც უცხოელი ინვესტორებისთვის რა იქნებოდა რომ ყოფილიყო ბატონ ივანიშვილი ჩართული ამ პროექტში მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს პროცესი იყო აბსოლუტურად თავისუფალი და მიშვებული და გამჭვირვალე არავინ არ ჩაერია ამ პროექტში გავიდა 3 წელი ეს პროექტი არ სპორტი გაშენდა მე კითხავს
მაშინ და პორტი. ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ეს მეორე უკაცრავად. სახელმწიფოს კონტრიბუცია რამდენია პორტში? თქვენ იცით? რამდენია? აი ხა ზუსტი თქვენ არიცით 200 მილიონამდე. კერძო პროექტის მიმართ. გარდა მხარდაჭერისა მითხარით ეხა თქვენ და მივმართო ყველას მაშინ. გარდა მხარდაჭერისა რა მიიღო კონკრეტულმა ბიზნესმენმა, ამ შემთხვევაში ბატონმა ხაზარაძემ, თავრობისგან. ბატონო ლევან, მითხარით რა ხდება თქვენს თავს და რა მოლოდინი გაქვთ? აი, არ არის ეს შემთხვევითი, თუნდაც ამ სტუდიაში რეპლიკები რაც მოვისმინეთ, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ანაკლიის სპორტის თაობაზე. მადლობა პირველ რიგში, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. უკავშირებთ თქვენ თელ ამ ამბავს შეტევას მამუკა ხაზარაძეზე ანაკლიის სპორტს? დიდი მადლობა ინგა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. მე ერთად პირველი რითიც მინდა დავიწყო არის ის, რომ მოხარული ვარ და რაც მესმოდა ეხა სტუდიაში მიმდებარა ზოგადად რამოდენიმე დღეა, რომ ყველა ვეთანხმებით უკვე ერთმანეთს და რაც არ იყო სხვა შორის ესე ვეთანხმებით ყველა, რომ ანაკლი არის სასოფლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკური ზრდისთვის და უსაფრთხოებისთვის და ჩვენი იმ სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად, რაც ჩვენ გვაქვს როგორც ქვეყანას, ეს ძალიან მისასალმებელი არის რა, მაგრამ მე აღარ მინდა ამაზე ბევრი დრო დავხარჯო და ვილაპარაკო თუ რამდენად სტრატეგიულია, მე მგონი ამაზე როგორც თქვით ყველა ვთანხმდებით. მე მინდა უფრო მეტ ვილაპარაკო იმაზე, რომ აი ხა მოვისმინეთ რაღაც კომენტარები, რომელსაც რა თქმა უნდა მე ვთვლი, რომ არასამართლიანად არის ეს კომენტარები გაკეთებული, იმიტომ რომ მე მინდა მოგიყვეთ რა გაკეთდა დღემდე რა საპროცესი გავიარეთ. სად ვდგება გაგცემთ მაგალითად და რა ქვია, სად ვდგევართ დღეს და რა არის საჭირო იმისათვის, რომ საბოლოოდ დასრულდეს წარმატებით ეს პროექტი და დავიწყოთ იმ ბიზნესის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კითხვა ხო ხედავთ უკვე დაისვა, აშენდა, გაკეთდა, ამიტომ მე არ შეგაწყვეტინებთ, აი მაინტერესებს თქვენ რას მოყვებით. აშენდა? მადლობთ. კი, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეხა ყველა უნდა ათვიცნობიერებდეს, რომ ეს არის ურთულესი პროექტი. თავისი ტექნიკური მახასიათებლებით იქნება ეს თუ დაფინანსების მოძიების კუთხით, ეს არის ურთულესი პროექტი. მე ჩვენ მინდა კიდევ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ მამუკა ხაზარაძეზე და ბატონ ბადრიზე არის ასე ვთქვათ, ეს აქცენტები გაკეთდა, მაგრამ მათ უკან დგას უზარმაზარი გუნდი. ეს ვართ ჩვენ, მათ შორის მე, რომელიც 15 წელიწადია უკვე ამ ჯგუფის წევრი ვარ და უცხოეთში მოღვაწეობდი, ერთ-ერთი სხვა შორის ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობდა და მე ისე მამუკას ეგიდით ჩამოვედით და ჩაუდექით ამ ესეთ პროექტებს სათავეში. ხო და მე მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტს უშუალოდ უდგას უზარმაზარი გუნდი, რომელიც არის ტოპ პროფესიონალები, ტოპ მენეჯერები, რომლებსაც ასე უმაღლესი განათლებები აქვთ მიღებული და ეს ტექნიკური ინჟინრები იქნებიან თუ რა ქვია, ფინანსური, ისე ვთქვათ, მიღებული იურისტები. ანუ უზარმაზარი გუნდი დგას ამ პროექტის, უზარმაზარი გუნდი, რომელმაც 4 წლის მანძილზე და ამ 4 წელს ძალიან კარგად გავშლი. 4 წლის მანძილზე ვიმუშავეთ იმისათვის, რომ მოგვეყვანა ეს პროექტი იმ წერტილამდე, რა წერტილშიც ეხლა ვდგევართ. და ზოგადად TBC ესე იგი ბანკი, ესე TBC ჯგუფი ზოგადად, ხო? 27 წლის მანძილზე ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა $2 მილიარდზე მეტი ინვესტიციების მოზიდვა სხვადასხვა პროექტებში. ეს იქნება TBC ბანკი, ბორჯომი, ანაკლია, ლისი, გურიელი თუ სხვა. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ესეთი, ასე ვთქვათ, დაფინანსებების მოზიდვაში. ეს ერთი რაც მინდა განვიხილო. ეხლა რაც შეეხება პრეისტორიას. ჩვენ ესე იგი 2014 წელს გამოცხადდა ტენდერი და უბრალოდ ინტერესთა გამოხატვა და 2020 აგვისტოში, რომელშიც მიიღო 12-მა კომპანიამ, მათ შორის ჩვენ მონაწილეობა. საერთაშორისო უმაღლესი დონის კომპანიები იყო ესია და გამოხატვა იყო რა დასმული, რომ აი რატო გადაეცა მაინც და მაინც დაუშვათ ამ ჯგუფს. კი, ძალიან მარტივი მიზეზია, რა ქვია, მიზეზია მაგისთვის. რა ქვია, 2 წელიწადი ჩვენ გავატარეთ ტენდერის პროცესში. 2 წელიწადი 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის ოქტომბრამდე ჩვენ გავატარეთ პრაქტიკულად ტენდერის პროცესში და ხელშეკრულების მოლაპარაკების პროცესში. არც ერთი ამ 12 კომპანიის გარდა ჩვენისა ბოლომდე პროცესს არ ყო. ჩვენ ვიყავით ერთადერთები, რომლებიც მივყევით ამ პროცესს ბოლომდე და საბოლოოდ წარუდგინეთ მთავრობას ჩვენი ხედვა თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს პროექტი და შედეგად ამ ყველაფრის მოვაწერეთ კიდე იმას, რომ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, იყო აბსოლუტურად კაბალური
სერიოზული პირობებით. ჩვენ ეს შეგნებულად გავაკეთეთ, თუმცა ეს მინდა ხაზაზმით ესე ვთქვათ, გაუსვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით რა ხელშეკრულებაზეც ვაწერდით ხელს. მაგრამ რომ არ მოგვეწერა მაშინ, რომ არ მოგვეწერა ხელი. ხო, ერთი წუთით, კაბალურიო თუ იყო, რატო გააწერდნენო? ლოგიკურია ბუნებრივია. კი, ძალიან მარტივი იყო, იმიტომ რომ იმ მომენტში მთავრობას ისეთი პოზიცია ჰქონდა, იმ დროინდელ მთავრობას, რომ უნდათ რომ რაც შეიძლება მინიმიზაცია გაეკეთებინათ მთავრობის ვალდებულებების ამ ხელშეკრულებაში. ჩვენ მაშინ შეგნებული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ ხელშეკრულებას რო არ მოგვეწერა ჩვენ ხელი, ეს პროექტი უბრალოდ არ შედგებოდა. არასოდეს უბრალოდ არ მოვიდოდით აქამდე და ეს პროექტი ყველას დაავიწყდებოდა და იტყოდნენ რომ არ არის ამაზე ინტერესი და ასე შემდეგ. ჩვენ ამას შეგნებულად მოვაწერეთ ხელი და მივყევით პროცესებს, რომ მეორე პროცესში ასე ვთქვათ, გამოჩნდებოდა ის დაბრკოლებები, რომელიც ამ კაბალურობას მოქონდა და ამაზეც მოგიყვებით ახლა თუ 20 წუთი მინდა და მივყვებით ასე ვთქვათ. მაგთებას რომ დაასრულებთ, მე რაღაცას მინდა ერთად მოусმინოთ, იმიტომ რომ დებატს კი არ გთავაზობთ, უბრალოდ რაღაცაში როცა არ გეთანხმებიან, იქნებ დღესვე ამოიწუროს ამაზე პასუხი და მე მინდა რომ ყველა კითხვაზე გავცე პასუხი, ბევრ რაღაცაზე არის ასე თქო მსჯელობა, რომ აი 200 მილიონი და 100 მილიონი და ასე შემდეგ. ამას ყველაფერზე ვიმსჯელებთ 2 წუთი მაცადეთ და ეხავე იმას გისმენთ. ესე იგი, ჩვენ 2016 წლის ბოლოს მოვაწერეთ საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი. მხოლოდ მაშინ მოხერხდა უკვე ჩვენ, ანუ ხელში დავიჭირეთ ხელშეკრულება, რომლის მეშვეობით და ჩვენ შევძლებთ უკვე ფიზიკური განვითარება ამ პროექტს. 2 წელი ვიყავით იურისტებს შორის დავაში, სხვადასხვა თავრობასაც საერთაშორისო იურისტი ყავდა, დეკერტი, რომელიც ჩამოყვანდა და უწევდა კონსულტაციას, ასე შემდეგ. 2016 წლის მერე ჩვენ დავიწყეთ, ბოლოს მერე დავიწყეთ უკვე განვითარება ამ პროექტის. ეს ერთი რაც მინდა ვთქვა. მეორე, ჩვენ ხელშეკრულება რას ითვალისწინებს? ეს არის აღნაგობის ხელშეკრულება 52 წლიანი და ბატონმა გიორგი ისაკაძემ აღნიშნა ზუსტად სწორედ რომ 52 წლის თავზე 50 წელი დარჩა, ჩვენ თავრობას გადავცემთ ამ პორტს თავის ინფრასტრუქტურით უკან, უსასყიდლოდ. ანუ ეს ახალგაზრდასმელია ეს არის აღნაგობით მიღებული, ასე ვთქვათ, ეს უფლება. მეორე რაც მინდა, ხელმოწერიდან 1 წელიწადში, 1 წლის თავზე ჩვენ მივახცეთ ძალიან ბევრ რამეს. ეხლა მინდა ხაზმაგით აღვნიშნო ყველა ეს ნაწილი. პირველ რიგში 8 თვეში ჩვენ ხელმოწერიდან ჩვენ მოვახერხეთ ურთულესი და ესე თქვი ძალიან კომპლექსური სამუშაოების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა გეოლოგიას, როგორც ზღვისფსკერის შესწავლას, ისე ხმელეთზე შესწავლას გეოლოგიის. ეს იყო უზარმაზარი კვლევების სიმულაციები, კომპიუტერული პროექტირება, გენგეგმა დავდევით, ასე ვთქვათ. და რაც თავარია 3 მილიონი დოლარი, ეს ჯამში 18 მილიონი დოლარის ესე ვთქვათ სამუშაო გავწიეთ და მათ შორის კიდე 3 მილიონი მარტო გადავიხადეთ გარემოზე ზეგავლენის და სოციალური ზეგავლენის კვლევაში, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ეს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განსაკუთრებით კოლხეთის დაბლობთან მიმდებარედ, რადგან ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უმაღლეს დონეზე შესწავლილიყო. ბატონო, ხელშეკრულების დადებული პირობები არის თუ არა შესრულებული? ეს ყველაფერი ხელშეკრულების ეს არის მნიშვნელოვანი. ხელშეკრულებით იმიტომ რომ აი ჩვენ როცა ვუსმენთ ხო პრეტენზიებს ძირითადად ამაზე არის აქცენტი ხელშეკრულებით დადებული პირობები რამდენად შესრულდა. დიახ. კი ბატონო, ყველაფერზე მას ვიზავ, რა ქვია, გავაკეთებ კომენტარს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ 2017 წლის ივნისში ჩვენ ჩავაბარეთ ეს სამუშაოები მთავრობას და მათ კონსულტანტებს, რომელიც მათ მოიწონეს და ანუ ხელმოწერის 1 წლის თავზე, ოქტომბერში 2017 წლის, ჩვენ მივიღეთ სამშენებლო ნებართვა. და დეკემბერში უკვე 2017 წლის დავიწყეთ მშენებლობა. მშენებლობის პროცესი ახლა იმის თქმა რომ მშენებლობა არ დაწყებულა, ეს ძალიან ესე ვთქვათ ძალიან იოლად ნათქვამი და მე მაინც ვიტყოდი რომ არასამართლიანი ნათქვამი, იმიტომ რომ 2018 წლის მთლიან მანძილზე ჩვენ მოვახერხეთ უპრეცედენტო სამუშაოების შესრულება ანაკლიაში. უპრეცედენტო, მათ შორის ყველაზე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანიც გამოვყოფ, ეს არის ის რომ ჩვენ დავიწყეთ დაღრმავებითი და სარეკლამაციო სამუშაოები, ჩამოვიყვანეთ გემი ათენა, რომელმაც 5 მილიონი კუბომეტრი ამოტუმბა ზღვისფსკერიდან და განათავსა იმ ტერიტორიაზე, სადაც განშენდება პორტი და ტერმინალები. ეს უპრეცედენტო არის. ჯამში მე რისი თქმა მინდა რომ ამ კიდე ხაზგასასმელია რა.
ათეულობით კომპანია იყო ჩართული საერთაშორისო უმაღლესი დონის ექსპერტები ამ პროცესში. როგორც ტექნიკური მხრიდან ეს იყო Mofet & Nichol, Royal Haskoning, MTBS, რა ვიცი, Baker იურისტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ იმისთვის, რომ ჩვენ შეგვიძლებოდა ამ პროექტის ისე განვითარება, როგორც საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს შეეფერება, ასე ვთქვათ. 2018 წლის ბოლოს ჩვენ უკვე ჩვენი თანხა იმის და მიუხედავად რომ არ ყოფილა ფინანსური დახურვა ბოლომდე მიღწეული, ჩვენი თანხა უკვე 70 მილიონის ინვესტიცია განვახორციელებთ ამ პროექტში. მათ შორის TBC Holding-მა და მამუკამ და მისმა პარტნიორებმა მათ შორის 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს და აგრძელებენ ამ ინვესტიციის განხორციელებას. ეხლა რაც შეეხება ანუ ფაქტურად ბატონოვან წელიწად ნახევარია, ხო? რაც შენდება ეს პორტი. რეალურად უნდა ვთქვათ, რომ არა, უნდა ვთქვათ, რომ აი ამ მასშტაბის საჯარო კერძო პარტნიორობის განხორციელებას 2-3 წელი სჭირდება. ანუ კითხვა, როდესაც სადგება ასე, რომ აი აშენდა რა გაკეთდა, ეს ვადები რაც არის გასული. ანუ ამ ვადებში მოსწრებადი იყო ეს ყველაფერი, რომ კითხვა დასმულიყო ამ ფორმულირებით აშენდა? მიმიხვდით ხო რას გეკითხებით? ხო და ზუსტად აშენდა არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ სამშენებლო გრაფიკს არც ერთი დღით არ გადაგვიცდენია. კი, რა თქმა უნდა, ახლა ფინანსირების პროცესიც გადავალ და მაგაზეც ვისაუბრებ ზუსტად დეტალურად რა. 5 წუთი აღარ გვაქვს, უნდა ჩავეტიოთ თუ შეიძლება მოკლედ რომ ვწანოთ. კი ბატონო, ჩავეტები, ძალიან აი გადავალ ფინანსირებ. ანუ ურთულესი პროცესია ფინანსირების ამსაგდებით. სამშენებლო გრაფიკისთვის ჩვენ არც ერთი დღე არ გადაგვიცდილებია და როგორც შევპირდით თავრობას 2021-ის ბოლოს 21-ის დასაწყისში ჩვენ მზათა ვართ რომ გემები მივიღოთ. პირველი გემები, ეს ერთი. რაც შეეხება ფინანსირებას. ურთულესი პროცესი გავიარეთ, ამაზე ცალკე ჯგუფი მუშაობდა. 2000 ჩვენ შევძლებთ ოპერატორის ესე 600 მილიონი პირველი რაც მინდა გავხსენოთ, 600 მილიონი, რომელიც არის საჭირო პირველი ფაზისთვის, სრულად მობილიზებული არის. სრულად. აქედან მინდა აღვნიშნო რა, რომ გაიყოფა სამ ნაწილად ეს 600 მილიონი, 620 მილიონი, ეს არის 400 მილიონი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან, რომელიც მანდატებზე მოეწერა ხელი 2018 წლის მაისში, ხოლო დანარჩენი 100 მილიონი არის საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა, როგორც სუბორდინირებული სესხი, ამე მინდა ძალიან კაფეოთ აღვნიშნო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სესხი, რომელსაც პროექტი გაისტუმრებს ოპერირების პროცესში და დანარჩენი 120 მილიონი ეს არის კერძო კაპიტალი, რომლიდანაც 70 როგორც მოგახსენეთ უკვე ინვესტირებულია და დანარჩენი უკვე ინსტიტუციონალური და ჩვენი ოპერატორის მეშვეობით უკვე ასე ვთქვათ მობილიზებული არის. ეხლა რაც შეეხება მნიშვნელოვან საპარტნიორო ფონდის ინვესტიციაზე და თანამონაწილეობაზე, ამ თანხის 100 მილიონის არც ერთი თეთრი ჩვენ არ აგვითვისებია. ამისი ათვისება ხდება ფინანსური დახურვის შემდგომ მარტო და ისიც გარკვეული პირობების შესრულების შედეგად. ეს ერთი. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული პროცესი. მე მინდა ვთქვა, ეს 100 მილიონიც არ იყო სხვათა შორის თავდაპირველად გათვალისწინებული. ესაც მინდა აღვნიშნო. ეს იყო ერთ-ერთი პირობა, რომელიც მაშინ 2016 წელს ჩვენმა ოპერატორმა მაშინ მოლაპარაკება ჰქონდა ძალიან საინტერესო ის არის თუ მომცემ ცოტა დროს კიდე მოგიყვებით, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. დროში შემჭიდროებულები ვართ ბატონებან და ესე დეტალებში ვერ არა, აი ვამთავრებ. ეს იყო ოპერატორის მოთხოვნა, იმიტომ რომ მათ გადაწყვიტეს და ზუსტად ის კაბალურობას ვეხები ისევ რა, რომ მათ გადაწყვიტეს, როცა შემოდიოდა ჩვენ PSA-სთან, სინგაპურის ოპერატორთან მქონდა მაშინ მოლაპარაკება, რომ საკმარისი თან მონაწილეობა მთავრობის მხრიდან ამ პროექტში არ იყო. რკინიგზა და გზა რაც თავდაპირველად იყო, ის არ იყო საკმარისი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი აღსანიშნავი. იგივე იმას შემივადექით ეხლა პროცესს, რომ ჩვენ ყველაფრისთვის უკვე ყველაფერი შევასრულეთ, მზათა ვართ ასე ვთქვათ მეორე ეტაპზე გადასვლაზე, რაც დარჩა არის ბანკებთან მოლაპარაკების დასრულება, ანუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებმაც ხო, რამდენად ეს გააკეთებს ეს პროცესი ამას. მაგასაც გახაზარაძის თავს ხდება. ანუ საერთაშორისო ინვესტიციებზე, როდესაც არის საუბარი და შენს ქვეყანაში ფულის გათეთრებაზე, რომ გედავება პროკურატურა, აი ეს სადამდე მიიყვანს ამ ყველაფერს. ეხლა გიპასუხებთ მაგაზეს. მე რისი თქმა მინდა რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნით და არა ჩვენი მოთხოვნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნით მათი დეტალური შესწავლის შედეგად მაისიდან დეკემბრამდე რაც მოხდა, მათ დააყენეს 8 პუნქტი, რომლის სრულიება მოითხოვეს საინვესტიციო ხელშეკრულებაში. ეს მათი მოთხოვნა არის და ეს მოთხოვნები მე კიდევ ცალსახად აღვნიშნო, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, რომელიც ანუ ასეთ პროექტების ფარგლებში არის მიღებული საერთაშორისო, ეს აბსოლუტურად ნორმალური მოთხოვნები არის. მე შემიძლია მე მაგ დეტალებზე თუ საჯაროდ სადაც იქნება დრო ვილაპარაკო. ასე რომ, რაც შეეხება პროცესებს,
მე ვიტყვი რა თქმა უნდა მინდა აბსოლუტურად თქვა რომ ხა თქვა რომ არ უხშლის ეს ხელს ჩვენ პროცესებს რომ მივიდეთ ბოლომდე და რა თქმა უნდა ეს არ იქნება მართალი ჩვენ გვეშლება ხელი რა თქმა უნდა თუნდაც ის განმარტებები რომელიც დღეს მე მიწევს ამის გაკეთება და ხსენება იგივე მიწევს მე ინვესტორებთან რომ ვატკიცო რომ ეს ყველაფერი არის არა ანუ უსაფუძვლო და გაუგებარი აქედან გამომდინარე ამ პროცესებს რა თქმა უნდა ხელს გვიშლის არ გაჩერებულა ეს პროცესები ოღონდ არ გაჩერებულა და ბოლოს ერთ სიტყვას ვიტყვი და დავამთავრებ ეს არის რომ მე მინდა ვთქვა ძალიან ასე ვთქვათ პასუხისმგებლობით რომ ამ პროექტს ძალიან ბევრი სკეპტიკოსი ყავდა და მე ვფიქრობ რომ დღესაც ყავს გარკვეულ ახლა კი ძალიან კარგი არის რომ ყველა ეს ერთხმად ასე ვიზახით რომ მაგრამ ამის და მიუხედავად რომ არა მამუკა და ჩვენი გუნდი რომელმაც ამის 4 წელი ვიმუშავეთ იმ ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა ხელი მოვაწერეთ ამ ხელშეკრულებას დღეს ეს პროექტი საერთოდ არ იქნებოდა დღის წესრიგში და ვერც მოვიდოდით აი ამ წერტილამდე სადამდეც ვართ დღეს ბატონო ლევან მე მადლობას გადაგიხდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამიტომ გაცდიდით რადგან ბოლო დღეებში სულ ისმის ეს კითხვა შეასრულეს ხელშეკრულები დადებული პირობები თუ არ შეასრულეს მაყურებლისთვის ალბათ საინტერესოა რომ ჯერ რაღაც წელიწადნახევრის წინ დაიწყო ხო როგორც ახლა თქვენ და საუბრობდით ამ თემაზე და მინიმუმ 2-3 წელი არის იმისთვის საჭირო რომ ეს შეკითხვა რომ დაისვას ალბათ ხო აშენდა თუ ვერ აშენდა წარმატება მინდა გისურვოთ და მე როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე რიგითი მოქალაქე ძალიან დაინტერესებული ვარ იმით რომ ამ პროექტს საფრთხე არ შეექმნას და პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანილი აი ეს ომი ამ პროექტისთვის არ აღმოჩნდეს საფრთხე ზუსტად გაძლევთ ნახევარ წუთს და თქვენ უნდა დაგემშვიდობოთ რეკლამაზე უნდა გავიდე და უკვე თამარ ჩერგოლეიშვილი და ვახოსანაია შემოგვიერთდებიან მე რა ვიწყებ თქვენგან შევაჯამოთ რაღაცნაირად რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს სადამდე მივა ეს ყველაფერი ანაკლია მინუს ხაზარაძე ქვეყანა ანაკლიასთან ერთად თუ ყველაფერი ისე ჩაივლის როგორც ბევრი რამ ანაკლია სავარაუდოდ აშენდება ყველა ვარიანტში უბრალოდ არ მომწონს ამ ანაკლის ხელმძღვანელობის ტონი როგორც ჩვენ გვესაუბრებიან ახლა იმ დღეს ფინანსურ დირექტორმას დაწერა Facebook-ზე რომ ხალხის მხარდაჭერა გვინდა ბიუჯეტიდან $100 მილიონი მიაქვს საპარტნიორო ფონდიდან $100 მილიონი ქონება ლარად და ნუ რა ვქნათ ახლა უფასო მუშებად ვერ ჩავეწერებით რომ ნუ გვაყვედრიან იმას რომ ანაკლის სპორტს აშენებენ ხო ძალიან კაი ანაკლის სპორტს ხარს უჭერთ ყველანი სტრატეგიული ობიექტია მე მიმაჩნია რომ ანაკლის სპორტიც უნდა აშენდეს ხუდონჰესიც უნდა აშენდეს ისი სტრატეგიული ობიექტია რა შეიძლება მამუკასთან ერთად თუ მინუს მამუკა ხო ანუ საქმე იმაშია რომ თუ პროკურატურა ვერ გაცა იმ კითხვებს პასუხი რაც თვითონ დასვა ჩემი აზრით ამას შეეწირება პროკურატურა გენერალური პროკურორი და პროკურატურის ბევრი ჩინოვნიკი უნდა შეეწიროს და მამუკა ხაზარაძე გააგრძელებს თავისთავად აქ ოპერირებას თუ ის დაამტკიცა რა კითხების დასვა მაშინ მამუკა ხაზარაძეს თვითონ ჩააჩოჩებენ იმ ანაკლის სპორტიდან მისივე მოცილები დიდი მადლობა ლევან გისმენთ ნახევარ წუთში უნდა მოკლედ უნდა გიპასუხო რაოდენ ძალიან უნდა ვცადო აქ აშენდაო და შესაბამისად ახლა მთავრობაში იყო და ჩვენც ვიცით ბიზნესიდანაც ბრძანდება აქ შენებლობის ნებართვა რომ მიიღო და 12 სართულიანი სახლი აშენო მინიმუმ დაახლოებით წელიწადნახევარი 2 წელი უნდა ერთი გადაითვალოსება ყველა ვინც ამ ხაზს ავითარებს აშენდა ანუ აშენებული უნდა იყოს ხო ამას უშვებს შეუძლებელი იყო ეს თავისთავად გამოცნობა ხდის რომ რეალურად აქ სხვა რამეშია საქმე ძალიან ჭარბათაა პოლიტიკა ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ მე ეს ყველაფერი მარწმუნებს რომ ამაზე მეტი ზიათი აღარ დაგვიდგება ამ ჯგუფთან ერთად რომელიც წეგან თქვენ ბრძანეთ 27 წელი ახსენეთ ხო ფაქტია რომ თავის შეცდომებით იმ გზით რითაც მოვიდნენ გარკვეულ ეტაპებზე თავის ცხოვრებისა წარმატებულები იყვნენ მე ერთზე და ორზე არ ვსაუბრობ ეს არის წარმატების ისტორია სახელმწიფოსთან ერთად და შესაბამისად ამ წარმატებულ ადამიანებთან ერთად ჩვენი შეცდომებით უნდა უზრუნველყოთ ჩვენი მომავალი ანაკლია აშენდება მე ამაში დარწმუნებული ვარ აქ აი ეს კითხვა რომ ისმება აშენდა აი ესაა რა საინტერესო ანუ უკვე აქცენტი რაზე გადადის მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ წეგან ბატონ ლევანთანაც თქვი რომ აი ესაა უზარმაზარი მასშტაბის ხო პროექტი და მინიმუმ დაწყებამდე ჯერჯერ სხვა თუ არაფერი სტრუქტურირება ჭირდება ხო ამას და ასეთი მასშტაბის პროექტს 2-3 წელი მაინც ჭირდება რა ეს ორჯერ
ტერორი 4-ია. 24 საათიან რეჟიმში რო იმუშაოს. რა თქმა უნდა, ეს არის, მე არ ვარ ხა ამის სპეციალისტი, მაგრამ კომპეტენტური ადამიანებისგან ვიცი ეს, რომ მინიმუმ 2-3 წელი არის ამ ყველაფრისთვის საჭირო. ის ლაპარაკით, რომ აბალურ ხელშეკრულებაზე სტრუქტურირება. მადლობა, მითხარით. კარგით, ხალხო ბიზნესზე ლაპარაკობდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რეკლამა გთხოვ რა ნახევარ წუთში უნდა ჩაეტიო მე მოვისმინე აქამდე ძალიან მომზადებული მოვედი ვფიქრობ გადაცემაში მომზადებული მოვედი და ვისმენდი აქამდე თუნდაც ხაზარაძისგან ჯაფარიძისგან რომ ხელისუფლება მაქსიმალურად გვიდგას გვერდითო მე საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ეს ბატონები ათენაში მოიყვანენ თუ ავრორაში შემოიყვანენ მე მაინტერესებს რომ ეს პროექტი დროულად დასრულდეს. მე მაინტერესებს რა შემოიყვანე და ყოველსა აზრზე საუბრობ. ჩემთვის არის მნიშვნელოვანი რომ ეს პროექტი გაწერილ ვადებში დროულად დასრულდეს და თვითონმა მოქალაქემ მათ შორის მე ეს თქვენს მივიღოთ აქედან სარგებლობა. დიდი მადლობა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ყველა კომპეტენტურმა ადამიანმა ეს თქვა რომ მინიმუმ 2-3 წელი მაინც არის საჭირო იმისთვის მაინც რომ კითხვა რო დაუსვათ ახლა როცა ჯერ კიდევ 2009 წელია რომ აბა დაიცავი ყველა პირობა თუ არა 20 წელს უნდა ჩაეტიო გიორგი ბოლი ამოდის თუ არა ბენზინა ივანიშვილს სურს ხადარკოვსკი გააკეთოს მამუკა ხაზარაძეს არის ამის შანსი არის ამის შანსი ამიტომ მამუკა ხაზარაძე უნდა შევიდეს ამ ბრძოლაში და გაცდეს გახარიას დაასახელოს შუამავალი და დაასახელოს დამკვეთი ანუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი რაც ეხება ღარიბაშვილის დაბრუნებას ჯობდა ივანიშვილს მის ნაცვლად ლარის ძველი კურსი და ბენზინის ძველი ფასები დაებრუნებინა დათო დაასრულეთ 20 წამს გაზ მეც წარმატებებს ვუსურვებ ჩემ კოლეგებს ამ პროექტში პირველ რიგში და მოუწოდებდი ხელისუფლებას რომ შეცვალოს ცოტა რიტორიკა ბიზნესმენებთან ურთიერთობაში და გაუფრთხილდეს ბიზნესი რატომ დუმს დათო მამუკაზე ახლა ესეთი და ბიზნესიც რომ დუმს ალბათ ის პროცესების გამო რაც არსებობს ქვეყანაში და ეშინიათ თავისთავად რაღაცა შეში ალბათ არსებობს კარგით მე მინდა თამარ დაუჭერიათ დიდად ხარი სხვა ბიზნესმენები შესაბამისად ახლა ის არც ისინი არ არიან ხო რა თქმა უნდა მე ისიც მახსოვს მე კი მე ბაგრიბატაკაციშვილმა რო გააკეთა პირველად განცხადება ბიზნესმენთა ფედერაციაში ამას ვაშუქებდი და მაშინ მახსოვს როდესაც პატარკაჩიშვილმა ეს განცხადება გააკეთა ძალიან ბევრი პოპულარული ბიზნესმენი იჯდა იქ და თავები როგორ ჩახარეს და არც ერთმა მე კომენტარები ვთხოვე და არც ერთმა ეს ტრადიციულად ასია ხოლმე მაგრამ აი უყურეთ მე ხო არ ვარ ბიზნესმენი მაგრამ მე მესმის რაოდენ რთულია თუნდაც პოლიტიკურ განსჯაში შეხვიდე თუნდაც ზეწოლაზე ასე ღიადი ლაპარაკო იმ ქვეყანაში იმ ტიპის ქვეყანაში როგორში ჩვენ ცხოვრობთ იმიტომ რომ ყველას ნანახი აქვს რა შეიძლება დაემართოს ბიზნეს თუ ხელისუფლება ძალიან გაბრაზდება მინიმუმ სარდაფში შეიძლება ჩაგიყვანონ და იქ აღმოჩნდე მაქსიმუმ შეიძლება აი ამ თავლապ დასხმის პროცესის მონაწილე გახდე და ყველაზე კარგ ვარიანტში დათოს ამბავში რეპუტაცია არ შეგილახონ მაგრამ ქონებაც ვერ მიიღო რეკლამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილი და ვახო სანაია და ზუსტად 23 საათსა და 30 წუთზე TV პირველის ეთერში ღამის ამბები დაიწყება, რომელსაც დღეს ვახო სანაია და თამარ ჩერგოლეიშვილი წარმოგიდგენენ. მოგესალმებით მეგობრებო, გითხარით რას უმზადებთ მაყურებელს ვახო თამარა? საღამომშვიდობისა, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. რაღაცნაირად გამოგვივიდა წერილში წერია, რომ 5 დღეში რაღაც სხვა ტრენდზე უნდა გადავსულიყავით და ასე შემდეგ. მოკლედ ამ წერილზე ვისაუბრებთ, ასევე ამ წერილის გარშემო მომიჯნავე საკითხებზე და არა ერთია ასეთი და კიდევ ერთი თემა ეს არის უკვე მართლ პარტიაში მიმდინარე პროცესები. ღარიბაშვილიდან ღარიბაშვილამდე დაბრუნდა ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში მიზეზები და პროცესები ზოგადად რაც ახლა პარტიაში მიმდინარეობს ამასაც შევეხებით. უყვარს ხოლმე მწვანილები თავის ოპონენტებს და ნიახური ვერ გავუშვი შანსი ხელიდან რო არ შემედარებინა. მოკლედ 23 საათსა და 30 წუთზე ინგა ჩვენ ვართ
პირდაპირ ეთერში ვფიქრობ საინტერესო გადაცემა გამოვა, თემები საინტერესოა, ასე რომ დაგველოდოს მაყურებელი და დანარჩენს უკვე ეთერში ნახავს. აბა თქვენ იცით, საინტერესო ეთერს გისურვებ, დიდი მადლობა. ასეთი იყო დღევანდელი რეაქცია. მე მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ გვიყურეთ. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით უკვე კვირის მთავარი თემების შეჯამებით ხვალ. ნინო ჟიჟილაშვილი და მე ინგა გრიგოლია. მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის. მოვიდა ზოგადად